აიშიგ რომ ჩავარდება ის მატერია, მე სად მიდის, შემთხვევით სხვა სამყაროში ხარ აღმოჩნდება, სხვა დროში, ან რა ხდება საერთოდ შიგნით, ან საერთოდ რა არის შავი ხვრელი. დროს უკვე ვიცით. ან ჩვენ გალაქტიკის ცენტრშიც არის შავი ხვრელი, რომლის მასა არის დაახლოებით 4 მილიონი მზის მასა. ჩვენ თუ ვიპოვნეთ ეგეთი შავი ხვრელი, რომლის მასა არის უფრო პატარა ვიდრე დიდი აფეთქების, ის უნდა იყოს ხელოვნური წარმოშობის, ანუ უნდა არსებობდეს არამიწიერი ცივილიზაცია, რომელიც წარმოქმნის მასს. დიდი აფეთქება ყველას აინტერესებს რა მომენტი იყო ისა, როგორი იყო იქ ის მომენტი, ნული მომენტი, დროუდრის ნულ მომენტს, როგორი იყო, ხო? ჩვენ რომ შევძლოთ მაქსიჩქარეებზე მოძრაობა. მართლაც განსხვავება ეგეთი იქნება როგორც ინტერსტელარში. 20 წლით, 30 წლით დაბერებული ადამიანი წყუპის სალი დახვდება აქ, შეიძლება ვერც დახვდეს ვერავინ. ჩვენს გალაქტიკაში არის მინიმუმ რამდენიმე ასეული მილიარდი ვარსკვლავი. თითქმის ყველა ვარსკვლავს გააჩნია პლანეტა. ეს უკვე ვიცით. ამიტომ პლანეტების რაოდენობა არის ძალიან დიდი. და თელ სამყაროში არის 2 ტრილიონი გალაქტიკა. მინიმუმ ჩვენაირი სიოცხლე შექმნა ხომ პრინციპში წარმოუდგენელი არ არის. ჩვენ შეიძლება სულ რაღაც უახლოეს მომავალში ძალიან საინტერესო აღმოჩენების მომცრე ხო შეიძლება ვივარაუდოთ რომ არსებობს რაღაც გონი რომელიც სადღაცა ცხოვრობს, არ ვიცი ის სადღაცას როგორია, მაგრამ ჩვენ რაც გვეჩვენება ჩვენს გარშემო ეს ყველაფერი არის ილუზია, ეს სიმულაცია. ერთი წამი წარმოვიდგინეთ რომ ის ცივილიზაცია აგზავნის სიგნალს რენტგენის გამოსხივებაში და არა სინათლის გამოსხივებაში. გვიპოვნეს, გაუხარდათ და გამოგვიგზავნეს. უიმე რა კარგია, ჩვენც აქ ვართ, ჩვენ ამას გავიგებთ 50,000 წლის 25,000 წლის შემდეგ. თუ ჩვენ აღმოვაჩინეთ სადმე სიცოცხლე, გონიერიც რომ არ იყოს. თუნდაც აი რას მიკროორგანიზმული სიცოცხლე, ხო? ეს იმხელა გადატრიალება იქნება ჩვენს ცნობიერებაში. გაცილებით დიდი ვიდრე ამერიკის აღმოჩენა. თქვენი აზრით თუ არსებობს რეალობა? გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყარე პოდკასტი. დღეს არის 9 საათი 4 შაბათი და დაგიბრუნდით პოდკასტ არეადან. დავიწყებ მადლიერებით ამ ეპიზოდს და მადლიერება ეკუთვნის ჩემს წარმდგენს პროკრედიტ ბანკს, რომელიც არის 26 წლის გამოცდილების გერმანული ევროპული ბანკი. ასევე MyPenG, რომელიც მეხმარება მე ეპიზოდების დაგეგმაში და ვთარგმნი სტატიებს ინგლისურიდან ქართულად და შეგიძლიათ ლინკი ნახოთ აღწერაში, გადახვიდეთ და სრულიად უფასოდ სცადოთ მისი გამოყენება. თანამ სტუმარს გაგაცნობთ აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ სტატისტიკით მიხედვით ისე გვიყურებთ, რომ არ იწერთ YouTube-ის არხს და თქვენ იცით, რომ ეს ძალიან მეხმარება გაზდაში და განვითარებაში, ამიტომ ეს არის სრულიად უფასო და თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ერთი ხელის დაჭერით, ესე დამეხმაროთ და თუ თქვენ უკვე გამოწერილი გაქვთ, არ დაგავწყეთ ზარისხილაკის ჩართვა, რომ შემდეგი ეპიზოდები არ გამოგჩეთ და მოკლედ იყო ჩვენთან ერთად სულ. რაც შეეხება ჩემს სტუმარს, ჩემი სტუმარი არის ასტროფიზიკოსი და ლექტორი ზაზა ოსმანოვი. გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ და მეცნიერებაზე ვისაუბრებთ და თან ძალიან საინტერესო მიმართულებაზე. მე მახსოვს პატარა შესწავლას გავაკეთებ, ეს მე სხვათა შორის ასტრონომიას ვსწავლობდი სკოლაში. უცნაურია, იმიტომ რომ კაი ხანი ამოღებულია. კი, და ჩვენ რაღაც კერძო სკოლა ვიყავით და მახსოვს ჩემი ლექტორი და მაგიდან დაიწყო ეს პლანეტები რაღაცა ჩემი ინტერესი, რომ რა ხდება იქით და ყველაზე მეტად იცით, როდესაც გამიმგზავრდა ჩემი საყვარელი ფილმი, რომელიც დღემდე ჩემი საყვარელი ფილმად შეება, ეს არის ინტერსტელარი. და ნუ აი იქ ეს ყველაფერი რაც ხდება და შავი ხვრელი და ეს დრო და გრავიტაცია და რაღაცები და მაშინ თითქოს ამ ყველაფერში დავბრუნდი. მე პირდაპირ დავიწყებ კითხვით და დავიწყოთ შავი ხვრელებზე საუბარით. საერთოდ რა არის შავი ხვრელი, რა გვიხსნათ? კიდევ ერთხელ მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და ზოგადად მეცნიერებით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ მეცნიერება, სადაც მეცნიერება არ არის, ან საშიშროება აქვს მეცნიერებას ფართო არეალზე, იქ იმ ლოკაციას, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ამიტომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. რაც შეეხება შავ ხვრელს. ისტორია ესეთია. ანუ შავ ხვრელის გარშემო არსებობს ბევრი მისტიფიკაცია. კი. იმიტომ რომ შავი ხვრელია და თავისი შინაარსით იმდენად ძლიერი გრავიტაცია აქვს, რომ ანუ მიზიდულობა აქვს, რომ ყველაფერს ისრუტავს. ანუ ერთგვარი კოსმოსური სანაგვეყუთია. და ამიტომ სპეკულაციები არის ხოლმე, აიშიგ რომ ჩავარდება ის მატერია, მე სად მიდის, შემთხვევით სხვა სამყაროში ხარ აღმოჩნდება, სხვა დროში, ან რა ხდება საერთოდ შიგნით, ან საერთოდ რა არის შავი ხვრელი. აი ჯერ კიდევ ანუ შავი ხვრელის კონცეფცია შემოვიდა მაშინ, რაც აინშტაინმა
თავის თეორია, ფარდობითობის თეორია აღმოაჩინა, დაწერა, ესე ვთქვათ. მაგრამ იქამდე უკვე იყო წარმოდგენები ასეთი უფრო შედარებით მარტივი, მაგრამ ვერდიქტივით იყო, ვერდიქტის კონტექსტში იყო სწორი. იყო წარმოდგენები, რომ უნდა არსებობდნენ ისეთი ობიექტები, რომლებიც ყველაფერს ისრუტავენ და სინათლეს კი ვერ გამოდის იქიდან. ანუ რატომ არის მეცნიერება ესეთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური კონცეფცია? იმიტომ რომ ის იქ გაცილებით ადრე, ვიდრე მოდის აი როგორც ამბობენ right time, right moment, სანამ ის მომენტი მოვა მეცნიერებისთვის, იმ დარგისთვის, როცა მეცნიერება ბოლო ვერდიქტს დაასვავს, წერტილს დასვამს ამა თუ იმ საკითხზე, იქამდე უკვე სამეცნიერო საზოგადოება უკვე ნელ-ნელა მზადდება ამის, ამიტომ აინშტაინი არის ჰაერზე არ მოსულა. უკვე იყო გარკვეული წარმოდგენები, რომ თუ აი მე რომ ავაგდო ბურთი, მოდის ქვემოთ. უფრო დიდი სიჩქარით რო ავაგდო, უფრო გვიან ჩამოვა. მაგრამ რაღაც კრიტიკული სიჩქარით რო ავაგდო, გახდება თანამგზავრი, ხელოვნური და არ ჩამოვარდება არასდროს. და აი ამ თქვათ, აი ამ ასეთი მოდელირება რომ გააკეთო, ჯერ კიდე მაშინ გაეკეთებინა ადამიანს და გააკეთეს კიდევაც. რა მოვიდოდა ანუ ყველაზე სწრაფი ნაწილი კი არის სინათლე. და შეიძლება თუ არა არსებობდეს ისეთი ობიექტი კოსმოსში, რომლისთვისაც სინათლე იქნებოდა ხელოვნური თანამგზავრი. ანუ ხელოვნური ნიშნავს, რომ ვეღარ გამოდის, ტრიალებს მის გარშემო. ანუ ეს შავი ხვრელის, ასე ვთქვათ, ცნება ამ შინაარსით კარგახნით ადრე იყო, ესე ნავარაუდები, რა თქმა უნდა. და შემდეგ უკვე აინშტაინმა თავის ფარდობითობის თეორია დაწერა, ანუ გრავიტაციის თეორია, ზოგადი ფარდობითობის თეორია. იქ პირდაპირ გამოჩნდა როგორც ერთ-ერთი ამონახსენი, ცოტა მოგვიანებით ერთ-ერთმა ფიზიკოსმა ამოხსნა, შვარცშილდია მისი გვარი. ამოხსნა და მიიღო ძალიან უცნაური ამონახსენი მიიღო, უცნაური ობიექტი, ანუ მიიღო ობიექტი, რომლისთვისაც უნდა ყოფილიყო ძალიან უცნაური, ანუ ისეთი როგორცაც ჩვენ არ შევხვედრივართ არასდროს. ვთქვათ, მიიღო რომ სინათლე ამ შავი ხვრელის სიახლოვეში უნდა გამრუდებული იყო, ტრაექტორია. მიიღო რომ ანუ თუ მე სხეულს ხელს გავუშვებ, ის დაიწყებს ვარდნას შავ ხვრელის ზედაპირზე, ამ ზედაპირს ვეძახით მოვლენათა ჰორიზონტი, მაგრამ არ დაეცემა არასდროს, ანუ მე დამჭირდება დაველოდო უსასრულო დიდი დრო რომ დაეცეს, მაგრამ თუ ის ვინც ვარდება, თვითონ უყურებს თავის დროს, ანუ თავის საათს უყურებს, ის შეიძლება ჩავარდეს ერთ წამში. მაგრამ გარე დამკვირვებელი ვერ დაინახავს ვერასდროს. ანუ ეს არის პარადოქსი, ეს ნამდვილად ესია, ეს არ არის შეცდომა, პარადოქსის შეცდომას ანიშნავს პირიქით, რომ გონია რომ რაღაც არასწორია, მაგრამ სინოში წესრიგშია ყველაფერი. ანუ ეგ არის ზუსტად ერთ-ერთი ეგ არის რაც ასე ვთქვათ, რა ვარაუდიც მოდიოდა ამ შვარცშილდის თეორიიდან, აინშტაინის თეორიიდან, რომ მე თუ ვუყურებ შავ ხვრელს შორიდან, როცა აინშტაინმა დაწერა ეს თეორია, ჯერ არ იყო აღმოჩენილი არც ერთი შავი ხვრელი, ეს იყო მხოლოდ ჰიპოთეზა, რომ უნდა არსებობდეს. სხვა შორის ნობელის ფარდობითობაში არ მიუღია აინშტაინს, იმიტომ რომ ფარდობითობის თეორია შემოწმდა გააცილებით გვიან, რამდენიმე ეტაპი გაიარა დაკვირვებებმა. აღმოაჩინეს ეგ ეფექტიც, რომ სინათლე მრუდდება, ანუ ძალიან ძლიერად გრავიტირებადი სხეული, ანუ შავი ხვრელი. არის გრავიტაციული ლინზა. ნახეთ რა ძალიან საკმაოდ მარტივია მისი გაგება. აი წარმოიდგინეთ, რომ ეს არის რაღაც ობიექტი, პირიქით ჯობია იყოს. ეს არის galaktika, ანუ მის ცენტრში არის უშველებელი შავი ხვრელი. ამ galaktikis ცენტრში და უკან არის რაღაც ვარსკვლავი. წესით თუ ეს მე მეღობება წინ, ვერ უნდა ვხედავდე იმას, იმიტომ რომ სინათლე რაღაც მე დედამიწაზე ვარ, ანუ აქ ვარ. მაგრამ აღმოჩნდება რომ სინათლე რომელიც მოფრინავს უნდა ამცდეს და წავიდეს ზემოთ, პირობითად ზემოთ ამ სურათისთვის. ამ ცენტრალურ შავ ხვრელთან მიზიდულობის გამო შეიცვალოს მიმართულებას და შეიძლება მოვიდეს ჩემს თვალში. ამას ქვია გრავიტაციული ლინზირება, ანუ ეს ძალიან ძლიერი გრავიტაციის მქონე სხეული სინათლეს კრებს, ფოკუსირებას უკეთებს. და ეს ლინზირება იყო ასევე ნავარაუდები. და ნუ აი ერთ-ერთი ცნობილი ტელესკოპი, ანუ პირველი რომელიც ძალიან ცნობილი გახდა. ჯეიმს ვებია ცნობილი, მაგრამ აი ჯეიმს ვების წინარე ეტაპი იყო ჰაბლის ტელესკოპი, რომელმაც პირველად დააფიქსირა არაჩვეულებრივი ასე ვთქვათ, კვლევითი და ფოტოსურათები გადაიღო ლინზირების, გრავიტაციული ლინზირების, ანუ წესით, ანუ ხედავ სხვათა შორის აქ საინტერესოა რომ რამდენ მე თუ აქ ვარ არ უნდა ვხედავდე, მაგრამ ვხედავ, რამდენს დავინახავ. შეიძლება დაინახო 4 ცალი წერტილი, ანუ ისე 4 არის 1, შეიძლება დაინახო რკალი, შეიძლება მთლიანად წრე დაინახო, ან ეს წრე არის ის ჩემს თვალში მოსული ფოკუსირებული სინათლე. ამას აკეთებს ცენტრალური შავი ხვრელი, რომელიც ვთქვათ ყველა galaktikis ცენტრშია, დღეს უკვე ვიცით. ანუ ჩვენ galaktikis ცენტრშიც არის შავი ხვრელი, რომლის მასა არის
დაახლოებით 4 მილიონი მზის მასა. აი ჩვენი galaktikis ცენტრში და ნუ ასევე არის გიგანტური შავი ხვრელები, რომელთა მასა რამდენიმე მილიარდი მზის მასის ტოლია და ძალიან კიდევ უფრო დიდია. ანუ ეს არის დღეს უკვე ვსწავლობთ ამ კლასს ამ ნაწილაკების, ამ ობიექტების, ამ შავი ხვრელების, გიგანტური შავი ხვრელების. ძალიან საინტერესო და ფორმა ესეთი აქვს როგორც მე რაც ვნახე SM Interstellar. ხო ესე რო ჩადით რაღაც ტექსასური ქუდი ხო? ხო ეგეთი ფორმა. ანუ ეგრე უნდა ჩანდეს. ხო. ხა რატო ჩანს ეგრე უცნაურად, იმიტომ რომ ზუსტად მაგიტომ რაც ახსენი. შავი ხვრელი უბრალოდ თავისთვის შავი ხვრელი, ანუ ცალკე ესეთი შიშველი შავი ხვრელი ესე ვიზახით ხოლმე, არ არსებობს, იმიტომ რომ იმდენად ძლიერი გრავიტაცია აქვს, რომ სავარაუდოდ კოსმოსურ მტვერს და გარშემო რაც არის, ყველაფერს მიიზიდავს. ამიტომ შავი ხვრელის გარშემო როგორც წესი, გარშემო ყალიბდება დისკის ფორმის მტვრის ან მატერიის უბანი, რომელიც თან ტრიალებს და თან ელელა მასში ეცემა, ვარდება. ამას ვეძახით აკრეციულ დისკს. და ეს ასე ვთქვათ დისკი, ანუ დისკის ფორმისაა, მაგრამ თუ ანუ ეს ცენტრში რომ იყოს შავი ხვრელი და თქვენ უყურებდეთ ამას, აქედან დისკის აი ჩემი ნაწილიდან წამოსული სინათლე, რომელიც თქვენ უნდა აქცდეთ, არ აქცდება თქვენ თვალში მოვა, იმისგან ამას გრავიტაცია ძალიან ძლიერი. ამიტომ თქვენ ამ უბანს დაინახავთ როგორც ამოკეცილს. ანუ დაინახავთ, ესე იგი ამოკეცილია ეს მხარე. ანუ თითქოს ეს ქუდი უკნიდან ამოკეცილია. ანუ ეს მართლაც ასია. და საიდან ვიცით რომ მართლაც ასია. ანუ თეორიული ნაწილი სხვა შორის ინტერსტელარში სამეცნიერო კონსულტანტი და ერთ-ერთი ჯგუფის რომელიც მუშაობდა სერიოზულად აი მაგ ფორმის გამოყვანაზე, ეგ არ არის უბრალოდ ნახატი. მან რომ არის. კიპ ტორნი, ცნობილი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, შავი ხვრელების თემაზე ზუსტად. კიპ ტორნმა შეკრიბა ჯგუფი და ამ ჯგუფს თქო დაავალა, ანუ ერთად გააკეთეს სამეცნიერო სტატია, ოღური თუ არ ვსწრებით, მინიმუმ ერთი გამოაქვეყნეს, სადაც აი ფორმა გამოიყვანეს, ანუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს აკრეციულ დისკთან ერთად შავი ხვრელი. და მიიღეს აი ეს ფორმა, რასაც ინტერსტელარში ვხედავთ, თუმცა ის ფორმა იმდენად ლამაზ გამოიყურება ხა კოსმოსურ რეალურ სიტუაციაში ეგრე არ ჩანს მრავალი მიზეზის გამო, იმიტომ რომ სანამ ჩვენამდე სინათლე მოვა, უამრავ რამეს გადის გზაში. ამიტომ ბინძურდება ის ინფორმაცია და ნუ დაბლაროს ვხედავთ რაღაცნაირს, მაგრამ ყველა ვარიანტში ისეთი უნდა დავინახოთ, რომ გაწმინდო ყველანაირი ამ ბლარისგან და ამ იმისგან, ხო? ამაც რაც აბუნტებს ამ გამოსხივებას, რაც ხდის ნაკლებად ხილულს, მაგრამ ყველა საინტერესო რა არის, რომ ეგ მოდელი რაც ჩადო, თან ეგ მოდელი არაფერი ახალი განსაკუთრებული არ არის, ანუ ეგ მოდელი არის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ერთ-ერთი შედეგი, რაც გამოყენებულია მაგ ფორმის მიღებაში. ვიმეორებ, ეგ სიმულაცია, სათამაშო სიმულაცია არ არის, ეს არის ნამდვილად სამეცნიერო ფორმულებზე დაფუძნებული. ის სტატია მინახავს და ანუ დღეს გვაქვს ძალიან უნიკალური ერაში ვცხოვრობთ ჩვენ პერიოდში, იმიტომ რომ არის ეგეთი ტელესკოპი, სისტემა ტელესკოპების Event Horizon ქვია, მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი, მაგრამ ტელესკოპის სერია. მათ გადაიღეს ანუ ყველაზე მაღალი რეზოლუციით ორი ცნობილი შავი ხვრელის ფოტო. ეს არ იყო უბრალოდ ფოტო, ეს არის ძალიან რთული დაკვირვების სერია, მე მონაცემთა ანალიზით უნდა გაფილტრო, რომ აი ეს კოსმოსური ნაგავი წაიღო, მოიშორო და ბოლოს აი მიიღო ის სურათი. დაფუძნებული იყო ეგ ის ფოტო იმ მოდელზე, რაც კიპ ტორნმა თავის დროზე დაწერა და ჩვენ გვაქვს ორი შავი ხვრელის, ერთი ჩვენი ცენტრალური შავი ხვრელის, რომელიც ჩვენი galaktikis ცენტრში არის 4 მილიონი მზის მასა და მეორე არის გიგანტური შავი ხვრელი, რიგით მილიარდიანი მზის მასის M87 ეგეთი galaktika-ა, რომლის ცენტრში არის აი მაგ ორი შავი ხვრელის ფოტო გვაქვს. ეს არის ფოტო, რომელიც ანუ იმ მოდელის ფარგლებშია, რაც ინტერსტელარში არის აი ცნობილი, და იქ ჩანს ეს შავი უბანი, რომელიც არის ზუსტად შავი ხვრელი. რომელიც თან თქავს იმ მატერიას, რაც ჩანს. ანუ ჩვენ შავ ხვრელს კი არ ვხედავთ, ჩვენ ვხედავთ მატერიას, რომელიც შავ ხვრელში ვარდება. და რახან ვარდება, იქ იმდენად ექსტრემალური პირობებია, რომ ცხელდება. და მე ასხივებს და ჩვენ ვხედავთ მატერიას, რომელიც სანამ ჩავარდება. თავად შავ ხვრელს ვერ დაინახავ. მაგრამ ის რაც ვარდება ასხივებს, ესე თქვი? ცხელდება და იმიტომ. მაგრამ ხო იქით იმაში ესე წავიკითხე და თქვენ შემისწორეთ, რაც ვარდებაო, იქიდან უკან ვერაფრით ვერ გამოვა. აი მისტიფიკაცია ვახსენე და ერთ-ერთი მისტიფიკაცია ეგ არის. გამოვა, ანუ პირდაპირ გაგებით არ გამოვა, მაგრამ არსებობს ეგეთი მოვლენა, ამას ქვია ეგეთი
ეფექტი, ჰოკინგის გამოსხივების ეფექტი ქვია. სტივენ ჰოკინგი, რომელიც აი ეტლში იჯდა, ძალიან მაღალი ტიტულის მქონე მეცნიერი, გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ. მან აღმოაჩინა, რომ თუ შავი ხვრელები არსებობენ, ისინი უნდა ასხივებდნენ აუცილებლად. საქმე ის გახლავთ, აი როგორ შეიძლება მისი ახსნა. სიამთოში თავად შავი ხვრელი არ ასხივებს. გარედან ეგრეთ ჩანს, რომ ასხივებს. თითქოს შავი ხვრელი ასხივებს. ანუ შავი ხვრელის გრავიტაცია ვინაიდან არის ძალიან ძლიერი, უბრალოდ ყველაზე ძლიერი რაც შეიძლება კონდეს სხეულის გრავიტაცია. ეს არის შავი ხვრელი. მისი აი ეს მოვლენათა ჰორიზონტი, ანუ პირობითად ზედაპირი, არის ყველაზე უფრო დაძაბული. და როგორ ვთქვა, როგორ ავხსნეს მარტივად რო გასაგები იყოს, აი ვაკუუმი სიცარიელე. ჩვენ მიჩვეული ვართ რომ დავარქვათ მას უბრალოდ ნული. და ვაკუუმი, ფიზიკური ვაკუუმი, მათემატიკური სიცარიელი არ არის. ფიზიკური ვაკუუმი არის ძალიან კომპლექსური გარემო, სადაც გარემო ბრჭყალებში, სადაც მუდმივად იბადებიან, მაგრამ ძალიან მალე ხრებიან ნაწილაკები. ამათ ჩვენ ვეძახით ვირტუალურ ნაწილაკებს. იმდენად მალე ხრებიან, რომ დაფიქსირება ძნელია. მაგრამ შავი ხვრელი აკეთებს ძალიან უცნაურ ტრიუკს გვთავაზობს აი თავის ზედაპირზე, მომენტ ჰორიზონტზე. თუ ეს ნაწილაკები როგორც ეს წყვილად იბადებიან ესენი, როგორც კი თუ დაიბადებიან ესე, უხეშად რო ვთქვათ, ერთი ვარდება მასში და მეორე გამოდის გარეთ. იმიტომ რომ გრავიტაცია ძალიან ძლიერია. ამას ეს გადახლართულობას რასაც ეძახიან. ეს გადახლართულობა არ არის, არა, ეს გადახლართულობა არ არის. ეს არის უბრალოდ კვანტური ეფექტი ძალიან ძლიერ გრავიტაციაში. ანუ ის ვაკუუმიც, რომელიც მათემატიკური არ არის, ამას ვამბობ, იხლიჩება და ამოიტყორცნება ჩვენსკენ გარეთ, ანუ ნაწილაკი და მეორე ნაწილაკი ვარდება შიგნით და ეფექტურად ეგრე ჩანს, რომ შავი ხვრელი ასხივებს. შავი ხვრელის ზედაპირი ასხივებს, ანუ უშუალო სიახლოვე ასხივებს. ამას ქვია ჰოკინგის გამოსხივება, ასე რომ დანახვა შეგვიძლია. უბრალოდ უცნაურობა კიდე ერთ მდგომარეობს იმაში, რაც უფრო დიდი აქვს შავ ხვრელს მასა, მით უფრო ნაკლებად აგრესიულია, ნაკლებად ასხივებს. რატო? ასე გამოდის, ანუ ასეთი ეფექტია, წმინდა კვანტური ეფექტია, სხვა შორის ეგეც ძალიან დიდი მასის შავ ხვრელს ძალიან პატარა ტემპერატურა აქვს და პატარა მასისას ძალიან დიდი ტემპერატურა აქვს, სხვა შორის აქ არსებობს ესეთი მოსაზრებაც, რომ ასე იგი ასტრონომიაში არის კლასი, ანუ გარკვეული კლასი ობიექტების, მათ ვეძახით ჩვენ გამა რეი ბარსტერებს, ანუ გამა რეი, ეს არის გამა გამოსხივების აფეთქება, burst და ითვლება რომ ეს ბარსტერები შეიძლება იყოს ძალიან ცნობილი გარკვეული კლასი ნეიტრონული ვარსკვლავების. მათი შეჯახების შერწყმის ერთმანეთთან აფეთქება ხდება ამის გამო და სხივდება უშუალებელი გამოსხივება. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა შავი ხვრელების რაღაც ნაწილი, რომელიც დიდი აფეთქების დროს შეიქმნა, დღეს განიცდის აორთქლებას, ანუ ჰოკინგის გამოსხივების გამო მათ ბოლოს მოუწევთ აორთქლების ეტაპი. ანუ გაქრებიან. გაქრებიან აფეთქების სახით. რაც უფრო უცნაურია, ერთი უცნაურობა იმაში მგონებს, რაც უფრო პატარა მასა შავი ხვრელის, მით უფრო მაღალია ტემპერატურა. ანუ შავი ხვრელის მასა ესე რა ვთქვათ, უხეშად, რაც უფრო 0-ს უახლოვდება, უფრო და უფრო ორთქლდება, ხო? უფრო და უფრო უსასრულობას უახლოვდება ტემპერატურა. ანუ უფრო და უფრო აგრესიული ხდება გამოსხივების მხრივ. ამიტომ ცაზე უნდა გამოჩნდეს როგორც ძალიან ძლიერი აფეთქება, მე მგონია რომ ეს არის გამა რეი ბარსტერი და არის შავი ხვრელი. პირველადი შავი ხვრელი შეიქმნა დიდი აფეთქების დროს. ესეთი მოსაზრებაც არსებობს. რა თქმა უნდა ჩვენ ეს დაზუსტებით ახლა დღეს არ ვიცით, მაგრამ პრინციპში იმ საერთო სურათში ჯდება, ანუ არაფერს არ ეწინააღმდეგება. ასე რომ სულად შესაძლებელია. და საერთოდ როგორ შევა შავი ხვრელის რაღაც ჩამქრალი ვარსკვლავები, რაღაცა ეგეთი წავე აფეთქება. ხო, ესე იგი ორი მექანიზმია, ორი ძირითადი მექანიზმია შავი ხვრელის. ასე ვეძახით ხოლმე ასტროფიზიკური შავი ხვრელები და პირველადი შავი ხვრელები. პირველადი ასტროფიზიკურია სინამდვილეში. უბრალოდ პირველად შავი ხვრელებს ვეძახით იმათ, ვინც წარმოიქმნა დიდი აფეთქების დროს. და ასტროფიზიკური, რომლებიც წარმოიქმნენ ვარსკვლავების ჩაქრობის შემდეგ. ანუ აი მოკლე შინაარსი ეგეთია, ვარსკვლავი მზეც დაუშვათ. მზეს შავი ხვრელობა არ იმუქრება იმის გამო, რომ მასა აქვს შედარებით პატარა. ის გახდება თეთრი ჯუჯა. მისი ბოლო არის, მისი აპოკალიფსი იქნება თეთრი ჯუჯა. მაგრამ ზოგადი სურათი ასეთია, როცა ვარსკვლავი ამოწურავს თავის საწვავს, რეაქციები აღარ მიდის თერმობირთვული. ამიტომ ტემპერატურა კლებულობს. ტემპერატურა რო კლებულობს, ანუ ცივდება, წნევა კლებულობს. და წნევა არის ის, რაც ინარჩუნებს ვარსკვლავს სტაბილურად, იმიტომ რომ გრავიტაციას უნდა რომ შეიკუმშოს. თუ წნევას მოაცილებ,
დაიწყებს შეკუმშვას, ეს შეკუმშვა არ არის ესეთი მდორე, ეს შეკუმშვა არის ძალიან სწრაფი და ხანდახან ეს არის ამას აქვს ეფექტი დარტყმის, ესეთი და ანუ ასხლეტის და ეგ არის სუპერნოვას წარმოქმნა და აი ცენტრში, ანუ მატერიის სხვადასხვა მხარეები ერთმანეთს ეჯახებიან ძალიან დიდი სიჩქარით და ცენტრში შეიძლება წარმოიქმნას შავი ხვრელი. იმდენად მაღალი სიჩქარით ეჯახებიან. ანუ ვარსკვლავის რაღაც მასა გაიტყორცნება გარეთ, სუპერნოვას ვთქვათ ნარჩენი რჩება გარშემო და ცენტრში არის ჩამოყალიბებული შავი ხვრელი ან ნეიტრონული ვარსკვლავი. ეს შავი ხვრელები მოძრაობენ? ხო, ეხლა მოდი ბოლომდე ვიტყვი, ესე იგი, ეს ვარსკვლავური შავი ხვრელები. თუ მასა, მაგრამ ვარსკვლავური შავი ხვრელები, ნუ თქვა რამდენიმე ათეული მზის მასა დაუშვათ ან 10 მზის მასა. მაგრამ თუ მასა აქვს გაცილებით დიდი, იმიტომ რომ დღეს ვიცით რომ შავი ხვრელები არიან, აი ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არის 4 მილიონი მზის მასის გიგანტური და M87-ის ცენტრის ცენტრალური მასა არის მილიარდი მზის მასა. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მექანიზმი წარმოქმნის სხვანაირია. იქ სავარაუდოდ ვარსკვლავების ერთმანეთთან შერწყმით მოხდა იმ მასის მიღება. ეს არ იყო ერთი ვარსკვლავი მასით 1 მილიარდი მზის მასა. ეგეთი ვარსკვლავი არ შეიძლება არსებობდეს. ამისი მათემატიკურად ჩვენება შეიძლება. ამიტომ ისინი წარმოიქმნენ ეგეთი გზით და მაგრამ პირველადი შავი ხვრელები ანუ თუ ვარსკვლავის მასა თუნდაც არის თუ ვარსკვლავის მასა არის მზის კი არა უფრო პატარა მასის ან მზისას თუნდაც მისგან გამორიცხულია შავი ხვრელი შეიქმნას მაგრამ შავი ხვრელები შეიძლება შეიქმნას სხვანაირადაც დიდი აფეთქების დროს იმდენად მაღალი იყო წნევა რომ უკვე თვითონ დარტყმითი ეს პირველადი ტალღა ქმნიდა შემჭიდროვებას სიმკვრივის, ანუ სადღაცას შემთხვევით იყო უფრო მჭიდრო ვიდრე სხვა ადგილზე, ეს უფრო გაიზარდა ეფექტი, შემჭიდროვდა და წარმოიქმნა პირველადი შავი ხვრელები, რომლებიც შეიძლება იყვნენ ძალიან პატარა მასის, მათ შორის რამდენიმე, კილოგრამის, თუ მიკროშავი ხვრელები. მიკროშავი ხვრელები, როგორც თქვი, ძალიან აგრესიულები არიან. იმიტომ რომ უკვე აფეთქების ანუ ძლიერ რეჟიმში არიან. დიდი შავი ხვრელი არ ასხივებს თითქმის ჰოკინგის გამოსხივებას. ხო და ამიტომ სხვა შორის არის რაღაც გარკვეული ხო ეგ არის მეორე მექანიზმი ანუ პირველადი შავი ხვრელების წარმოქმნის მექანიზმი. ამიტომ არსებობს ესეთი სრულად დასაბუთებული მეცნიერულად წარმოდგენა რომ გარკვეული მასის შავი ხვრელები დღეს უკვე სამყაროში აღარ უნდა არსებობდეს. რატომ? იმიტომ რომ სამყაროს სრულოვანება არის 14 მილიარდი წელი. თუ შავი ხვრელები წარმოიქმნა აგრეთვე დიდი აფეთქების დროს, 14 მილიარდი წლით, ასე ვთქვათ, წლოვანი შავი ხვრელები, ისინი უკვე გარკვეული მასის ან მასზე პატარა მასის თუ არიან, უკვე უნდა აორთქლებულები იყვნენ. ამიტომ ჩვენ თუ ვიპოვნეთ ეგეთი შავი ხვრელი, რომლის მასა არის უფრო პატარა ვიდრე დიდი აფეთქების, ის უნდა იყოს ხელოვნური წარმოშობის, ანუ უნდა არსებობდეს არამიწიერი ცივილიზაცია, რომელიც წარმოქმნის მასს. ანუ ესეც საინტერესო ტესტია, როგორ შეიძლება ამის, ასე ვთქვათ, ანუ როგორ ფიქრობს სამეცნიერო, ასე ვთქვათ, სივრცე ამ თემაზე. ეს ჩვენთვის მე და გიამ დვალმა გავაკეთეთ ერთი სტატია, ასე რომ ეგ თემა იყო ჩვენი, ანუ ეგ ტესტირება გავაკეთეთ, ანუ თეორიული ტესტი დავდეთ დამკვირვებლებისთვის, ასტრონომებისთვის, აი როგორ შეიძლება აღმოჩენა ორი რამის. თან მოულოდნელად პატარა მასის შავი ხვრელის და ერთდროულად არამიწიერი ცივილიზაციის, იმიტომ რომ თუ ის მასა კრიტიკულზე პატარაა, ის ბუნებრივი ვერ იქნება. ბუნებრივი უკვე ყველა აორთქლდა. ამიტომ ერთადერთი არის რომ ვიღაცამ შექმნა ხელოვნება. თუ ძალიან ტექნიკური არ არის, შეგიძლიათ გითხრათ როგორ შეიძლება ან თუ აი რაღაც ტექნიკურად გულისხმობ ასტრონომებისთვის. შექმნა? ხო. სავარაუდოდ, ანუ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ცივილიზაცია, ჩვენს ვქმნით შავ ხვრელებს ცერნის ლაბორატორიაში. ანუ ცერნში ხდება ნაწილაკების დაჯახება ერთმანეთთან. ნუ იქ სწავლობენ ფიზიკოსები მაღალ ენერგიებზე ნაწილაკების ყოფაქცევას. დაჯახების დროს თქვათ პროტონი და ანტიპროტონი დააჯახონ ერთმანეთს, წარმოიქმნება ნაწილაკების გარკვეული კასკადი და იმით სწავლობენ, ესე იგი როგორია იქ ურთიერთქმედება, ნუ ეს ფიზიკის თვალით ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ფიზიკისთვის. მაგრამ ამ დაჯახების დროს შეიძლება ისე მოხდეს, რომ იმდენად მაღალი ენერგიით დავაჯახოთ ერთმანეთს, რომ შეერწყან და მივიღოთ შავი ხვრელი. უბრალოდ ესეთ ტრივიალური არ არის. იმისთვის რომ
CERN-ის ენერგიები, რასაც CERN-ის ეს კოლაიდერი კაჩავს, იმ ენერგიებზე შავი ხვრელის შექმნის შესაძლებლობა რომ იყოს, საჭიროა რომ არსებობდეს ეგრეთ წოდებული ექსტრა განზომილებებიც, ანუ ჩვენი სამყარო არის ერთი დრო და სამი სივრცე. უნდა არსებობდეს კიდევ ზემოდან სივრცული 2 და მეტი განზომილება. თუ ეგ არსებობს, მაშინ სავარაუდოდ CERN-ში ჩვენ გვქვნით ესე იგი შავ ხვრელებს, ოღონდ რატომ არ ვიცით? იმდენად პატარა მასის არიან, რომ უცბად ორთქლდებიან. მაგრამ თანაც არ არის სხვა შორის საშიში, იმიტომ რომ მასა რომ პატარა აქვს, ენერგიაც ამ აორთქლების დროს გამოყოფილი ენერგია არის ძალიან პატარა, ამიტომ ჩვენზე ეს ვერანაირად ვერ მოახდენს, მაგრამ ეხლა მიდის სხვა შორის იმაზე მონაცემთა ანალიზის შეგროვება საჭირო ძალიან დიდი, რომ იქ გაფილტრო და იპოვო, მართლა არის თუ არა ისეთი ხელწერა იმ ნაწილაკების, რაც მიიღება, რომ იქ რაღაც შავი ხვრელი შეიძლება იმალებოდეს. ასე რომ მუშაობენ მაგაზე. ასე რომ ჩვენ შეიძლება გვქნით. ხო. ანუ მიიღება შეიძლება ასე. გასაგები. მოძრაობს შავი ხვრელი, თვითონ მოძრავი რაღაც არის. კი, ამიტომ გალაქტიკის ცენტრში რომელიც არის ის უძრავია ოღონდ გალაქტიკის მიმართ, თვითონ არის ჩვენი გალაქტიკის ცენტრში. მაგრამ ის შავი ხვრელები, რომლებიც ანუ ეს ცენტრალურია, მაგრამ არსებობს კიდევ ვარსკვლავური შავი ხვრელები, რომლებიც როგორც ვარსკვლავები, ანუ ოდესღაც რომ ვარსკვლავი იყო და მერე შავი ხვრელი გახდა, ის როგორც ტრიალებდა გალაქტიკის ცენტრის გარშემო, ეგრევე აგრძელებს ტრიალს. და გარშემო რაც არის, ყველაფერს ჭყალებს შედავარგოთ ისრუდავს, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ დედამიწელებს გვაქვს რამე საშიშროება თუ არ ვიცი როგორ შეიძლება დავარქვათ ან გამოსხივების გამო ან აი ამ შესრულება არაფერი. არა. არანაირი. ესე იგი მაქსიმუმ საშიშროება შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ცენტრალური შავი ხვრელის მხრიდან რამდენიმე მილიონი წლის წინ. მაგრამ იმ რამდენიმე მილიონი წლის წინ ეგეც მაქსიმუმ, იმიტომ რომ მაშინ იყო აქტიური. ცოტა უფრო, ანუ იმდენად აქტიური, რომ ბიოლოგიური სიოსხლისთვის, ანუ ჩვენაირი სიოსხლისთვის იქნებოდა საშიში, მაგრამ სავარაუდოდ, მაგრამ ეგეც ესე არ არის. თუ იქნებოდა მაშინ. პატარა შავი ხვრელები, ანუ შედარებით პატარა, რომელიც თქვა მზის მასის, ან რამდენიმე ათეული მზის მასის, რომელიც ოდესღაც ვარსკვლავი იყო და ახლა ტრიალებს მზესავით იმ ცენტრის გარშემო, ну ჩვენგან საბედნიეროდ შორს არიან. საბედნიეროდ. და ისე ზოგადად თვითონ შავი ხვრელი თავისთავად არ არის საშიში. საშიში არის მის გარშემო მატერია, რომელიც ცხელდება და შეიძლება გამოასხივოს ძალიან ესეთი საშიში გამოსხივება რენტგენის სახით და გამოსხივების. და ნუ რაც შეიძლება ანუ სიამდვილეში შავი ხვრელი არ არის, ის არის საშიში. ხო, აი გვიგით, ეს გამოსხივებამ შეიძლება პირობითაც რომ დავუშვათ, რომ ჩვენ ახლოს ვართ, თუ ახლოს ვართ კი? რა შეიძლება ადამიანს დამართოს? ანუ რენტგენის გამოსხივებამ რა შეიძლება დამართოს? რა ვიცი, დაწყებული კიბოთი, დამთავრებული კიბოთი. ანუ ეგეთი შეიძლება. ერთი საინტერესო ფაქტი წავიკითხე კიდე 2015 წლის 14 სექტემბერს დილის 6:10 აკლია, მოკლედ ადგილობრივი დროით გრავიტაციული ტალღები რო დაიჭირეს ორ ობსერვატორიაში, იცით ეგ ამბავი, ხო? სადაც თურმე ეს ტალღა მოდიოდა 1.3 მილიარდი წლის განმავლობაში და ეს იყო შერწყმა ორი შავი ხვრელი. ხო, აი თუ შეგიძლიათ მოგვიყავით ძალიან საინტერესო რო წავიკითხე, ცოტა ესე ვიყავი რა, რომ და ხმაც მოვუსმინეთ, თუ გიქნებათ საშუალება დაგვიგეთ მოვუსმინეთ, იმიტომ რომ გაშიფრულია და რაღაცა ის ხმა პირობითი არის ცხადია, ანუ ბგერაზეა გადმოტანილი, მაგრამ ხო, თუ ბგერაში გადაიტან, ის ინფორმაცია მოდის არა ბგერით, არამედ მოდის გრავიტაციული ტალღებით. მაგრამ ხო, თუ გადაიტან ეგეთ ჩვენთვის აღსაქმელ კონტექსტში, მეც მოვისმინე ეგ თავის დროზე. ეგ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია, ეგ მაგ ექსპერიმენტით გაჩნდა, ეგ არის LIGO ექსპერიმენტი, გაჩნდა ახალი დარგი ასტრონომიაში, გრავიტაციული ასტრონომია. იმიტომ რომ ჩვეულებრივი კლასიკური ასტრონომია არის რა? აი ვოთ სინათლეს ჩვენსა ტელესკოპს მიმართოთ რომელიღაც პლანეტისკენ ან გალაქტიკისკენ, ჩვენ უყურებთ იმ გალაქტიკას ხილულ სპექტრში. ანუ თვალი აღიქვავს იმ სპექტრში. უბრალოდ შეიძლება თვალი ვერ აღიქვავს იმის გამო რომ ძალიან შორს არის ის ობიექტი და ჭირდება, ну თქვათ, დიდი ხნის ექსპოზიცია, კარგა ხანი უნდა უყუროს, მაგრამ პრინციპულად ვხედავთ ხილულ სპექტრში, მაგალითად. მაგრამ არსებობს ასევე ისევ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას რო შევეხოთ. არსებობს რადიო ასტრონომიაც სამყარო აღმოჩნდა ძალიან მდიდარი რადიო სპექტრშიც, ჩვენ რომ გქონდეს რადიო სენსორები თვალში და არა ოპტიკური მარტო. გაცილებით ბევრს დავინახავდით გარშემო. რენტგენული ასტრონომიაც აღმოჩნდა, მაგრამ ყველა ამ ასტრონომიას, რენტგენულს და ასე შემდეგ და გამა ასტრონომიაც
აქვს ერთი ხარვეზე, ისინი უყურებენ მხოლოდ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას. სხვას არა. და თუ ის ობიექტი ასხივებს გრავიტაციულ ტალღებს, მაგას ვერ ხედავენ. ამიტომ და ხო რას ვთავარია, დიდი აფეთქება ყველა საინტერესებს რა მომენტი იყო ისა, როგორი იყო იქ ის მომენტი, ნული მომენტი, დრო უდრის ნულ მომენტს, როგორი იყო, ხო? პრინციპულად შეუძლებელია ჩავიხედოთ ნულ მომენტში, იმიტომ რომ ან ძალიან მიახლოებულ ნულთან, იმიტომ რომ სინათლე რომელიც იქიდან მოდის ჩვენამდე, მოდის, ოღონდ სწრაფ იქიდან არა. დაახლოებით დიდი აფეთქების მომენტიდან ეს დავამრგვალოთ 400.000 წლის შემდეგ სინათლე გახდა თავისუფალი. დაბმული აღარ იყო და დაიწყო ხეტიალი. ის სინათლე მას ვეძახით რელექტურ გამოსხივებას, ძველი. აი აქაც ახლა აქ კუბურ სანტიმეტრი, აქაც არიან ის ნაწილაკები, ის ინფორმაცია მოაქვს, დიდი აფეთქება არა, მაგრამ ნუ ესე. ეგ ფოტო გადაღებული გვაქვს სამყაროსი, მაგრამ რა თქმა უნდა, გვინდა წავეციოთ კიდევ 400.000 წლით და ის მომენტი. და იმ მომენტში, ის მომენტი ან მასთან ძალიან ახლოს, სწორედ გრავიტაციული ტალღები იქიდან მოდიან, უნდა მოდიოდნენ. ასე რომ მაგ ექსპერიმენტით დაიბადა ახალი დარგი, მაგ აღმოჩენით. თან მაგას მოყვა ნობელი სხვათა შორის. კი. იმიტომ რომ აი მაგიტომ ზუსტად გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას. და თან დაიბადა ახალი დარგი გრავიტაციული ასტრონომია. ამიტომ ჩვენ თუ გავაუმჯობესეთ ეგ LIGO ტელესკოპი, LIGO ექსპერიმენტი გავაუმჯობესეთ, სავარაუდოდ დარწმუნებული ვარ რაღაც ეტაპზე გადავუღებთ ფოტოს როგორ გამოიყურებოდა სამყარო აი Big Bang-ის დროს, დიდი აფეთქების მომენტში. აი ხო ეხლა თქვენ საუბრობთ და სრულიად თავდაჯერებულად იცით რასაც ლაპარაკობთ და ჩემთვის რომელიც შეიძლება დილეტანტური ყური არის ეხლა ცოტა ფანტასტიკის სფეროა რომ ჟღერს რომ რანაირად ასე უნდა იყოს მეცნიერება ეგეთია რანაირად ძალიან საინტერესო ერთ-ერთი აი ძალიან საინტერესო მიმართულება არის ეხლა მე დავუბრუნდეთ ჩავხრელებს იდეაში ჩვენ ამ ჰორიზონტზე ვისაუბრეთ და არის ეგეთი თეორიაც რომ და რამდენად სწორი არის. რაც უფრო ძლიერია გრავიტაცია, მით უფრო დრო ნელდება. თქვენ ახსენეთ, რომ რაც უფრო ახლოს მიხვალთო, ჩემთვის შეულებრივად გადის, მაგრამ ვიღაც მეგობარი რომ იყურებს, იქ ეგ მართლა ეგრეა. ხო, ეგ მხოლოდ გრავიტაცია განაპირობებს მაგას? მხოლოდ გრავიტაცია კი. ანუ უბრალოდ დროის შენელება შეიძლება გრავიტაციის გარეშეც მოხდეს. არ ჭირდებოდეს გრავიტაცია. აი მაგალითად ამას ვქეთ ყუპების პარადოქსი. რომ ნუ ოდესღაც თუ შევქმენით ავაწყოთ ხომალდი და ორი ტყუპიდან ერთი ტყუპისცალი ჩავსვათ ხომალდში ასტრონავტად და გავუშვათ. ოღონდ გავუშვათ ძალიან მაღალი სიჩქარით ის ხომ თქვა ხომალდი ანვითარებს 0.999 სიანთ სიჩქარე. ანუ თითქმის სიანთ სიჩქარის ტოლ სიჩქარეს ანვითარებს და დაბრუნდეს ჩვენთან დაუშვათ 20 წლის შემდეგ. ეს ტყუპისცალი იქნება დაბერებული 20 წლით. და შეიძლება ის ვინც ხომალდშია დაბარებული იყოს სულ რაღაც ერთი თვით. ინტერსტელარში რაც ხდება. ინტერსტელარში რაც ხდება, ეგ არის ნამდვილად. ოღონდ ახლა როგორ ანუ მეცნიერება არის ემპირიული დარგი. ახლა თეორიულად ჰიპოთეზაა, სანამ არ დადასტურდება ექსპერიმენტზე, იქამდე რჩება ჰიპოთეზა, ის თეორიის სახელს ვერ მიიღებს ვერასდროს. ხო და როგორ გაზომეს? როგორ რატო ვამბობთ რომ აინშტაინის თეორია და არა ჰიპოთეზა? დღეს ვამბობთ უკვე ამას ასე. 70-იან წლებში არაერთხელ, მაგრამ 70 წლებში დაიწყო ესეთი ძალიან თანმიმდევრული კვლევები ლაბორატორიული, ანუ NASA-მ ხომალდი გააგზავნა, ну სტანდარტული მისიით NASA რატომაც აგზავნის, თქვათ იქ რაღაც სამხედროს იყო სავარაუდოდ მეტწილად იმ დროს ცივი ომის დროს და კვლევითიც იყო და კვლევითი ერთ-ერთი კომპონენტი იყო ასეთი ატომური საათები მომართეს ერთნაირად, ერთი დედამიწაზე დატოვეს კანავერალის შტატში, სადაც კოსმოდრომია. მეორე მასთან ზუსტად მომართული საათი ჩადეს ხომალდში. ხომალდს მიენიჭა 8 კილომეტრი წამის სიჩქარე, ეგ არის სიჩქარე პირველი კოსმოსური, ანუ თანამგზავრების სიჩქარეა ეგ. 8 კილომეტრი წამი ძალიან შორს არის სინათლის სიჩქარისგან, რომელიც არის 300.000 კილომეტრი წამი. მაგრამ 8 კილომეტრი წამისთვისაც საკმარისია ის ფორმულები, რაცაც თეორია გვეუბნება, აინშტაინის სპეციალური ფარდობითობის თეორია ქვია, გრავიტაციის გარეშე რაც არის. ის თეორია გვეუბნება, რომ სიჩქარე თუნდაც იყოს, რა ვიცი, 8 კილომეტრი წამი, დროთა შორის სხვაობა უნდა იყოს ამდენი. ჩამოვიდა ის ხომალდი, როცა მისია დაამთავრა თავისი, დროები გაზომეს, ატომური საათებით ძალიან ზუსტად, მათ შორის აცდენა იყო ზუსტად ის, რაც
რასაც თეორია იძლევა. დიახ, ანუ ის ტყუპების პარადოქსი, ჩვენ რომ შევძლოთ მაგ სიჩქარეებზე მოძრაობა. მართლაც განსხვავება ეგეთი იქნება როგორც ინტერსტელარშია. ის რა აი და 20 წლით 30 წლით დაბერებული ადამიანი ტყუპის სალი დახვდება აქ, შეიძლება ვერც დახვდეს ვერავინ. შეიძლება რაც უფრო სინათლესთან მიახლოებული სიჩქარით იმოძრაობს ხომალდი, მით უფრო დიდი დრო გავა აქ. ანუ თეორიულად შეიძლება გავიდეს მილიონი წელი. ანუ არაფერი აღარ იყოს. კი, შეიძლება, კი. არსებობს თეორიულად ჩანსი, რომ ჩვენ სინათლის სიჩქარის რამე შევქნათ ისეთი, რომ დავეციო. ზუსტად სიჩქარის ვერა. გამორიცხულია, იმიტომ რომ თეორია კრძალავს მაგას, იმიტომ რომ თან ეს შემოწმებული ეგ ექსპერიმენტებზე, მათ შორის CERN-ში ნაწილაკებზე ექსპერიმენტებზე შემოწმებულია ეს ყველაფერი ის, რაც აი აინშტაინის თეორიიდან მოდის. რატომ არ შეიძლება აღმოჩნდა რომ ახსნა მარტივია იმისთვის რომ მიანიჭო რაიმე სხეულს რომელსაც გააჩნია მასა სიჩქარე სინათლის უნდა ჩადო უსასრულო ენერგია ზუსტად უსასრულო ენერგია სამყაროს არ აქვს ამიტომ რა გინდა ახლოს სინათლემდე კი ააჩქარებ მაგრამ ზუსტად სინათლეს ვერა ეს არის რაღაც ზღვარი რისიქითაც არ მიდის ბუნება გიკრძალავს იმის უკვე იყო ნამეტანი ამბიციური ხო ალბათ ეგრე არის კი ერთი კიდე იყო ესეთი რაღაც სასაცილო სახელი სპაგეტიფიკაცია ხო რო იწელება ეს როგორ ხდება ანუ ეს რო იყოს შავი ხვრელი და ეს რომ იყოს დაუშვათ რაღაც სხეული რომელიც მასში ვარდება ქვედა ნაწილი რომ უფრო ახლოა შავ ხვრელთან ზედა ნაკლებად ამიტომ ქვედა ზედა ნაწილს შორის ძალების სხვაობა არის ძალიან დიდი და შეიძლება გაწყდეს. ანუ თან რასფავია ექსპაგეტიზაცია ექსპერიმენტზე შემოწმებულია ერთ-ერთ მინიმუმ ერთზე ერთ-ერთი ეს თქვათ ერთ-ერთი შავი ხვრელის სიახლოვეში galaktikis ცენტრში შავი ხვრელის სიახლოვეში ჩანს მატერია როგორ ეცემა გარკვეული ჯგუფი იმის მატერიის როგორ ეცემა შავ ხვრელს და მონიტორინგი არის დროის მიხედვით რა სხვადასხვა დროს და ჩანს რომ იწელება ძალიან ანუ აი ძალიან იწელება მართლა სპაგეტივით ხდება ხო ფილმშიც ეგრე არის ზუსტად ხო იქაც იწელება ეს ბრედლი კუპერი რო ჩადის იმაში რო შედის იქ ხო ასე რომ ეგ სხვა შორის ინტერსტელარი არის ერთ-ერთი საუკეთესო sci-fi ფილმი რომელიც არის ძალიან ახლოს მეცნიერებასთან. ანუ ბოლომდე არ არის. ისე რამე კრიტიკული ის ჰქონდათ ფიზიკოსებს შენიშვნები ამ ფილმთან დაკავშირებით რაღაცა ისეთი არის, რაც არ არის საერთოდ ან ვერ შეიძლება რომ იყოს რაღაცა კანონების მიხედვით? ანუ რაც იქ არის რა გადავიდან უკვე იმაში აი განზომილებებზე, აი ეს განზომილებებია ცოტა, ეგ განზომილებები ნამდვილად ცოტა ის არის. ხო და ეხლა იცით რაზე გადავიდეთ? სანამ მაგაზე გადავალთ, ზუსტად მაგ თემას მოვაყოლოთ, რომ ჩავიდეთ შიგნით. რა მოხდება თუ ჩვენ ჩავალთ? არ ვიცით. აქ იყო ორი რაღაც ეს რაც წავი რა არის ცენტრში და ეწერა სინგულარობა და გითხარით რა არის სინგულარობა და მე ასევე წავიკითხე რომ მე ეს სინგულარობას უარყვეს და რაღაცა სხვა სახელი დაარქვეს რომელსაც ქვია ვიპოვე მაგასაც ეხლა უცებ ვერ პოულობ და გეტყვით რაღაცა კიდე სხვა დაარქვეს. ესე იგი მოკლედ მათემატიკურად თქვენ რომ ჩავხდეთ შავხვრელში, ნუ მაინც არავის არ ვუსურვებთ რომ ჩავხდეთ, მაგრამ თქვათ ჩავხდით და თქვათ რაღაც სენსორები ჩავაგდეთ და ანუ იქ რაღაც ინფორმაცია იწერება. ჯერგეთი გარეთ ვერ გავიგებთ ვერაფერს ვერასდროს. უფრო მეტიც, ჩვენ თუ გარედან ვუყურებთ, ვერ დავინახავთ როდის ჩავარდება. როდის დაეცემა. მაგას ვერ დავინახავთ. იმიტომ რომ ხო თქვი დროის ფარდობით დრო არის ფარდობითი და ამიტომ ჩვენს მიერ გაზომილი დრო არის ძალიან განსხვავებული ვიდრე დრო იქ უშუალოდ რაც უფრო ახლოს ხარ შავ ხვრელთან მით უფრო დიდია სხვაობა ჩვენ საათებს შორის ეს არის პრინციპული ამიტომ ვერ დავინახავთ მაგრამ თუ ჩვენ ვარდებით ჩვენ საათს ვუყურებთ რაღაც ცოტა ხანში ჩავვარდით ძალიან სასრულ დროში მიიღწევა ადგილი ეს ბრჭყალებში რაც ვეძახით სინგულარობა. სინგულარობა არის მომენტი ან ადგილი, როდესაც ჩვენ ფიზიკის კანონები არ ვიცით, ყველაფერი ირღვევა, არც იქაური მათემატიკა ვიცით, ანუ რა მათემატიკა მუშაობს იმ ადგილზე. სხვა შორის ეგ არის საერთო პრობლემა, გინდა შავ ხვრელში ჩავარდი და გინდა დიდაფეთქების მომენტი ახსენი. ანუ იქაც პრობლემაა ზუსტად, ანუ სინგულარული მომენტი, სინგულარობის მომენტი არის პრობლემა, როცა ვერ ხსნით აი ამ რაღაცებს. ანუ რა ცოდნად გვაქვს ფიზიკის კანონების, იქ არ მუშაობს. იქ არ მუშაობს. თან მარტო ფიზიკის არა, მათემატიკაც კი არ მუშაობს. ანუ
ძალიან ბევრი რამე და მეტიც კვანტური ფიზიკას რომ ჩავართოთ, აპარატი არ გვაქვს ხელთ რა ფიზიკა და მათემატიკა მუშაობს იმ ნულოვანი მომენტისთვის, რასაც ქვია, იმ სინგულარულ მომენტისთვის. ხო, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარედან ეს პრობლემა ჩვენ არ დაგვიდგება არასდროს, რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ დავინახავთ სინგულარობას აქედან. ამაში მთელი საქმე. სინგულარობად ბჭყალებში შეიძლება შეფასდეს ის სხეული, რომელიც ეცემა და ვერა და ვერ დაეცა, მაგრამ ის მხოლოდ ფიქტიური სინგულარობა. ნამდვილი სინგულარობა არის მე რომ ვზივარ და მივყვები ნაკაც და მე ვარდები ჩემი დროით შიგნით შევდივარ ეგ, მაგრამ მაგასაც ხო თქვი, ის მომენტი არ, ანუ არაფერი არ ვიცი იმ ნულოვანი წერტილის გარშემო. მეორე მხრივ, რო თქვი რომ ამიტანი მისტიფიკაციაა, შავი ხვრელები სავარაუდოდ, ანუ რისგან შედგებიან? სავარაუდოდ შედგებიან ვინაიდან შავი ხვრელი არის უბანი, სადაც გრავიტაცია არის ყველაზე დიდი, ანუ ყველაზე უფრო დიდი არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ბოლო პლაცდარმი არის შავი ხვრელი. ანუ რატო ვამბობ ამას, რომ ვარსკვლავების ჩაქრობა რომ ვახსენეთ და ვარსკვლავის ჩაქრა პირველი ეტაპი არის მიიღება თეთრი ჯუჯა. ეს არის დაახლოებით რამდენიმე ამ დედამიწის ტოლი ზომა რომ დედამიწის ზომაში რომ ჩატიოთ მზე. ანუ ძალიან მკვრივია. რამდენიმე 1000 კილომეტრში რომ ჩატიოთ მზე. პირველი ეტაპი ეგ არის. თუ ეგ ეტაპი გადალახა და გააგრძელა კოლაფსი, მეორე ეტაპი არის ნეიტრონული ვარსკვლავი, სახელიც ამბობს. ეს არის ვარსკვლავი პირობითად ობიექტი, რომელიც შედგება ნეიტრონებისგან მხოლოდ. ის კიდევ უფრო პატარაა, დაახლოებით 10 კილომეტრი რადიუსის, ანუ სფერო, ანუ რამდენიმე მზის მასა რო ჩაატიოთ თბილისზე უფრო პატარა ზომაში. თბილისი გაცილებით დიდია ვიდრე 10 კილომეტრი და 20 კილომეტრი. ხო და კიდევ უფრო პატარა და თუ აი მანდაც არ გაჩერდა პროცესი და გააგრძელა, ბოლო პლაცდარმი, ბოლო ეტაპი არის შავი ხვრელი. იმის იქით არაფერი აღარ შეიძლება იყოს. ამიტომ ამ მხრივ შავი ხვრელი არის ყველაზე მაღალი გრავიტაციის მქონე ასტროფიზიკური ობიექტი. და დღეს უკვე ვიცით რომ არსებობს, იმიტომ რომ მაგაში ნობელის გაიცა ჯგუფმა აიღო ერთ-ერთმა, მათ შორის ქალბატონი არის იქ ხელმძღვანელი, ვინც დაამტკიცა, დაასაბუთა, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არის შავი ხვრელი და არა სხვა. ანუ მაინც შავი ხვრელი. ასე რომ ვიცით რომ შავი ხვრელები არსებობს, მე რო სტუდენტი ვიყავი, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, არსებობს თუ არ არსებობს, ხო, იმიტომ რომ თეორია ამბობს, მაგრამ ხო შეიძლება ჯგუფები არსებობდა, რომელიც ამბობდნენ რომ არ უნდა არსებობდეს. არც შავი ხვრელი სხვა შორის და არც გრავიტაციული ტალღები. დღეს აღმოჩენილია ერთიც და მეორეც, დასაბუთებულია, ორივეში ნობელია გაცემული. ხო და ანუ აი რაღაცის ხო და ვინაიდან შავი ხვრელი არის სუპერ ძლიერი გრავიტაციის მქონე ობიექტი, ესე იგი შავი ხვრელი უნდა შედგებოდეს დიდად სავარაუდოდ როგორ თქვა გასაგები რომ იყოს ყველასთვის. ცოტა შორიდან დავიწყე. ესე იგი გრავიტაციული ურთიერთქმედება, ანუ მიზიდულობა არის აი ეს ორი სხეული ერთმანეთს გრავიტაციულად მიიზიდავს ახლაც სხვათა შორის უბრალოდ მასები პატარა აქვს და არ ჩანს. ჩვენ ძლიერად მიგვიზიდავს დედამიწა, იმიტომ რომ ჩვენი მასა კი არის პატარა, მაგრამ მისია ძალიან დიდი და ძლიერი მიზიდულობა აქვს. ესე მაგიტო დგავთ დედამიწაზე ფეხს. დიახ. და ეს ორი სხეული ერთმანეთს მიიზიდავს იმის გამო რომ მათ შორის არის გრავიტაციული ველი. ეხლა ველი წარმოიდგინეთ როგორც ასე მოჭიმული ზედაპირი. და მოჭიმული ზედაპირზე რომ დაარტყათ სკლიპურტი. ხომ წარმოიქმნება ტალღები. აი ეს ტალღები არის ანუ მცირე ზომის ტალღები რო წარმოქმნათ. ეს ტალღები არის გარკვეული ანალოგი იმისი, რასაც ვეძახით გრავიტონებს. გრავიტონები არის ნაწილაკები, რომლებიც გადააქვთ, რომლებიც გააგებინებენ ამ სხეულს, რომ ის ამას მიიზიდავს და იმ სხეულს რომ ეს იმას მიიზიდავს. ანუ ესე ბჭყალებში გრავიტონები მოდიან ამისკენ და უბიძგებენ რომ მიიზიდოს. ასევე მოდიან იქიდან ამისკენ, უბიძგებენ. ეს ნაწილაკები უნდა არსებობდნენ, აღმოჩენილი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ რადგანაც აღმოჩენილია გრავიტაციული ველი, მიზიდულობა გვაქვს, აღმოჩენილია აი ეს სხეული ვარდება, იმიტომ რომ მიზიდულობაა. რახან აღმოჩენილია გრავიტაციული ტალღები, შემდეგი ბოლო ნაბიჯი დარჩა, რომ ესე იგი უნდა იყოს იმ გრავიტაციული ტალღების კვანტური ანალოგი, როგორც ჩვენი ვთქვათ მეცნიერება ადასტურებს, ანუ რისი ტალღების ვიპოვეთ, იმის კვანტური ანალოგები ყველას აღმოაჩნდა. ვთქვათ, ვიპოვეთ ელექტრომაგნიტური ველი, მე ელექტრომაგნიტური ტალღა, სინათლე ტალღა. აღმოჩნდა, რომ ამ ტალღის კვანტური ანალოგიც არსებობს, ანუ კვანტური ან ნაწილაკი, რომელსაც ეს ურთიერთქმედება გადააქვს. სინათლის შემთხვევაში ამას ქვია ფოტონი. გრავიტაციის შემთხვევაში ამას ქვია გრავიტონი. და ეს გრავიტონი არის, ხო და ნუ რადგანაც საიდან დავიწყე, რომ რადგანაც
შავი ხვრელი არის ყველაზე კომპაქტური, ყველაზე ძლიერი გრავიტაციის მქონე, ესე იგი რის გამო შედგებოდეს გრავიტონებისგან სავარაუდოდ. დიდად გრავიტონებია. სულ გრავიტონებისგან ალბათ. ესე ამბობენ, ანუ მოსაზრებაა ესეთი, სხვათა გია დვალის თეორიის მიხედვით, რომ შავი ხვრელი შედგება არის ერთგვარი კონდენსირებული გარემოა გრავიტონების. კონდენსირებული ნიშნავს აქ რომ წყლის ორთქლი იყოს, ტემპერატურა დაუკლოთ და ორთქლი ბოლოს დაინამება, გახდება წყალი. ანუ კონდენსირდა. ეგრევე დაახლოებით გრავიტონები კონდენსირდნენ შავ ხვრელში და რაც ძალიან ბუნებრივია რაღაც ამბავში, ანუ ინტუიტიურად მიხვედრა შეიძლება რომ აბარის გამო შედგებოდეს შავი ხვრელი. თუ არა გრავიტონებისგან ვინც არის წყარო მისი. ფაქტიურად ის არის წყარო მისი. ეს არის ფაქტიურად რა არის შიგნით, ეგ არის. კი ბატონო. აქ იყო, ერთი კითხვა კიდე მქონდა, რომ რატო ყლაპავს ყველაფერს? ხო, ძლიერი მიზიდულობა აქვს. ხო, აქ ესეთი რაღაც, ესეთი ის იყო მაგალითი, რომ თუ ავიღებთ ქვას და მაღლა ვისურთ, ის უკანს კდება, ანუ ჩამოდის, მაგრამ თუ მას რაკეტს ავისურთ, თქვენ რაც მოყევით იდეაში და შავი ხვრელის იმდენად ძლიერია, რომ მოკლედ ამ ყველაფერს ყლავს. სინათლეც კი ვერ გამოდის. ხო, სინათლეც კი ვერ გამოდის. ხა უნდა გადავიდეთ ამ გადახლართულ ნაწილაკებზე, რასაც ეძახიან, რა არის ამაში უცნაური, ეს კვანტური გადახლართვა რას ნიშნავს? რო აგვიხსნათ. არსებობს ფიზიკაში არსებობს, ბუნებაში არსებობს შენახვადის იდეები. რაღაც იდეები, ანუ მაგალითად ენერგია. ვიცით დღეს რომ სხეულის არა, სისტემის ენერგია თუ ის ჩაკეტილი სისტემაა, ინახება. დღეს გუშინ ხვალ ზეგ მაზე ყოველს იმდენივე იქნება. თუ სისტემა მე რომ კარები გავაღო, მაშინ შეიძლება გარედან შემოვიდეს, ქარმა დაუბეროს, ენერგია შემოვიდეს. ანუ ეს ჩაკეტილი სისტემა აღარ გამოდის. თუ ჩაკეტილია, ყველა ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ინახება ყოველთვის, ანუ ეს ექსპერიმენტის შედეგი. ასეთივე შენახვადის იდეები, ანუ გარკვეული კლასია შენახვადის იდეების, მარტო ენერგია არ არის, არის კიდე იმპულსი, მუხტი არის შენახვადის იდე სხვათა შორის. მუხტი არსაიდან არ იბადება და არ ჩნდება. თუ ესე მოგვეჩვენა რომ გაჩნდა, ესე იგი იყო. უბრალოდ რაღაც გარკვეული ნაკადით მოვიდა ჩემამდე, ანუ პირიქით წავიდა. ეგ რო კარგად აღგვეხსნათ როგორ, ანუ მუხტი რა არის? მუხტი დაუშვათ სადენებში. გადის დენი. დენი არის გარკვეული ნაწილაკების ნაკადი. ელექტრონების ნაკადია. ელექტრონს გააჩნია მუხტი, უარყოფითად დამუხტული ნაწილაკი ელექტრონი. ეგ არის მუხტი, ანუ თქვენ რომ აიღოთ ორი განსხვავებული ნიშნის მუხტი, ერთმანეთს მიიზიდავენ, ორი ერთნაირი ნიშნის ერთმანეთს განიზიდავენ. მაგრამ ეს მუხტი თავის დარგაჩენილა. უკვე იყო. ამაშია მთელი საქმე. უკვე იყო, თუ აქ არ იყო და გაჩნდა ეს საიდღაციდან მოვიდა. ანუ სამყაროში იყო. არ გაჩენილა. ხო და რატომ მოვაყოლე ამას რომ? თქვენ რომ აიღოთ ორი ნაწილაკი, რომლებიც არიან რომელთა თქვათ პირობითად ჯამური იმპულსის მომენტი ვეძახით, მაგრამ სპინი დავარქვათ, ინახება. მოკლედ ვიტყვი, ორი ნაწილაკი შოქმენით და ჯამური ეს თვისება აქვს რაღაც ისტორი. და მე ვიცი რომ ეს სპინი უნდა იყოს თქვათ ჯამში 0. ანუ ერთი თუ ზემოთ იყურება, მნიშვნელობა არ აქვს დეტალს. მეორე ქვემოთ უნდა იყურებოდეს. ეხლა ერთი ნაწილაკი წავიღეთ ძალიან შორს ამისგან, ეს დავტოვეთ აქ და ეს უსπად შემოვატრიალე. ვინაიდან მე ვიცი რომ სისტემა ჩაკეტილია და ბმულია, ანუ არ ამირევია ეს სისტემა, არ გამიფუჭებია. ხო? და ვინაიდან თუ ეს ამოვატრიალე და თუ ორივე ზემოთ იყურება, უკვე ჯამური სპინი 2 კი აღარ არის, 0 კი აღარ არის, უკვე რაღაც ისტორია. ის ქვემოთ რო იყურებოდა, იმიტომ იყო 0. ამიტომ მე რო ერთი ამოვატრიალე, მეორეს უნდა ამოტრიალდეს. მაგრამ თუ მათ შორის მანძილი ძალიან დიდია, მაინც უნდა ამოტრიალდეს. ანდა თითქოს ეგეთი მოსაზრებაა, რომ მაშინ საიდან გაიგო ამან, რომ ის ამოვატრიალა, ანუ მყისიართ უნდა გაიგოს წესით. კი, ეგრეა, ამოვატრიალე, ეგეც ამოტრიალდა, ანუ ინფორმაცია ვრცელდება უსასრულო სიჩქარით? არა, იმიტომ ამით ინფორმაციას ვერ გადასცემ. მე ხო ეს წავიღე სასრული სიჩქარით. მე ეს წავიღე იქ, როცა მიმქონდა, რა კარგი ხანი დამჭირდა, თქვათ დამჭირდა, რა ვიცი, 100 წელი, რომ წამიღო სინათლის სიჩქარესთან მიახლოებულით იმ მანძილზე. და როგორც კი იქ ამოვატრიალა ვიღაცამ, ვინც იქ დახვდა ამას, ესე მოკიდა ხელი და ამოვატრიალა, იქ ამოტრიალდა მყისიერად. ნუ ამაში არაფერი რაღაც ეს პარადოქსი არ არის თითქოს. სხვათა შორის უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე
ნაკლებად მიყვარს გადაჯაჭულობაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი ის რამეზე, რაშიც არ მუშაობ და რაც არ მიგზუნია ჩემით. ანუ ეს ჩემი სფერო ნაკლებად არის. ამიტომ ესე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე ესე ცოტა გამხელი ჯობია და ვცდილობ ხოლმე ესე გადავხდე ხოლმე ამ თემაზე. კი ბატონო, გადავახდეთ, უბრალოდ აქ ისიც რა შემდეგი კითხვა რომ მქონდა ინფორმაციის პარადოქსი, ესე ამოვიკითხე, რომ არის კონფლიქტი ფიზიკის ორ კანონს შორის, კვანტური მექანიკა და ფარდობის თეორია შორის. ხო, არის ესე მართლა. ინფორმაციის პარადოქსი შავხროლზე ლაპარაკი, ანუ შავხროლი როცა წარმოიქმნება, ხო თქვი რომ წარმოიქმნება როგორ კოლაფსის სახით. მატერია ან წარმოქმნილი, მაგრამ ან უკვე წარმოქმნილი, მაგრამ მატერია როცა ვარდება, ამ მატერიას შეიძლება თვისება კონდეს რამე. დაუშვათ შეიძლება კონდეს დაუშვათ სხვადასხვა აი შენახვადის იდეები რაც ვახსენე, კონდეს რაღაც თვისებები, რომელიც მას თან აქვს. რო ჩავარდა, რა მოუვიდა, საწავიდა. ნუ ამაზე სხვათა შორის ამაზე იყო ეს ცნობილი ესეთი კონფლიქტია ფიზიკაში, თანამედროვე, ოღონდ თლად ბოლომდე არა. ჰოკინგი თვლიდა რომ ეს ესეთი პრობლემური ნაწილია, მაგრამ რიგი ფიზიკოსების თვლის რომ საერთოდ არანაირი პრობლემა ამაში არ არის, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი თუნდაც იმიტომ რომ არსებობს ჰოკინგის გამოსხივება და ეს ინფორმაცია ამოდის გარეთ, ანუ არსად არ იკარგება ამის ფამიდა. ჰოკინგი თვლიდა რომ თითქოს ინფორმაცია იკარგება, ხო? მაგრამ ნუ ცოტა დეტალებია, მაგრამ სიამოვნებაში არაფერი მანდ ისეთი განსაკუთრებული პარადოქსალური თითქოს არ არის. მაგრამ უნდა ვთქვა მაინც რომ ეს საკითხი ანუ მაინც მივდივართ შავი ხვრელის კვანტურ ბუნებამდე. ძალიან საინტერესოა, მაგრამ და ეხლა სხვა შორის საინტერესო სტადიაში არის, იმიტომ რომ ბევრი რამის თავიდან გადააზრება ხდება, ძალიან ბევრი რამის და ალბათ ბევრი რამის გავიგებთ, აი უახლოეს დეკადაში მაქსიმუმ შავი ხვრელი. მივხვდით რომ აღმოჩენილი არ გვაქვს შავი ხვრელი კი, მაგრამ ისინი იმდენად დიდები არიან, რომ მათ ჰოკინგის გამოსხივება არ აქვთ. ანუ თითქმის არ აქვთ. პატარა შავი ხვრელები კიდე ჯერ ერთი მტრისას ახლო რომ იყვნენ და მეორეც არ აქვს აღმოჩენილი, ახლო არ არიან. ამიტომ პირდაპირ ექსპერიმენტებს ვერ ვატარებთ. აქ ეს სირთული არის? არა. ხო და ეგ არის, მინდა ხაზი გაუსვა. ფიზიკის ერთ-ერთი ანუ ფუნდამენტური მეცნიერების ერთ-ერთი დიდი პლუსი არის ის, რომ მას შეუძლია ობიექტურად ესეთი გამოსავალი მოძებნოს, არსებობს ისეთი სისტემები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს სისტემები ექსპერიმენტ ლაბორატორიულად, რომლებიც ისევე იქცევიან, როგორც მოიქცევდა შავი ხვრელი. ოღონდ ექსპერიმენტები ვატარებთ ამათზე. და შავი ხვრელი ხო ხელთ არ გვაქვს, მაგრამ ახლა ეს იქცევა ისე როგორც შავი ხვრელი, ამათზე ჩავატარებთ ექსპერიმენტები და აქ ვნახოთ როგორია ყოფაქცევა მათი. ხო და აი ეს კვლევები მიდის დღეს. ხო, ეს აქ თქვენაც ახსენეთ, დიაში საინტერესო იყო, რომ ვითომ და ძალიან საინტერესო ხელოვნურ ინტელექტს კითხე და ახლა ესე ამიხსნა ნახეთ ძალიან სასაცილო იყო. ახლა წარმოვიდგინე რომ ვებხვის ტყავსანიცეც ან თავიდან მითხრა რომ აი წარმოვიდგინე რომ წიგნი ჩავარდება ამაში შავ ხვრელში ფერფლად იქცევა და ანუ ინფორმაცია გაქრა. ხო. მაგრამ ამის თეორიით ზოგადად ჩვენ ხო კანონი ვიცით რომ ესე არსად არაფერი არ ქრება, ხო? სულ რაღაცაში ყოველთვის გადაიქცევა. ეხლა წარმოვიდგინე რომ ვებხვის ტყავსანიცეც კი არა შავხრელში ჩააგდეთ. წიგნი გადაკვეთს მოვლენათა ჰორიზონტს, ინფორმაცია ახლა შავი ხვრელის შიგნითაა. როგორც სტივენ ჰოკინგმა აღმოაჩინა, რაზეც წინა პასუხში ვისაუბრებთ, ხო ველაპარაკებოდი, შავი ხვრელი ასხივებს რადიაციას და ნელ-ნელა ორთქლდება. მთავარი პრობლემა ჰოკინგის თავდაპირველი გამოთვლებით, ეს რადიაცია არის სრულიად შემთხვევითი თერმული. მას არ მოაქვს გარეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ჩავარდა ხვრელში. მას არ ახსოვს წიგნი. დროთა განმავლობაში შავი ხვრელი სრულად ქრება ორთქლდება, ესე იძახის და აქ მერე თქვენაც მოყევით იყო რომ ეს ომი წავიდა და მერე მომწერა რომ ლეონარდ სასკინდი ხო ამბობს რომ მოკლედ ინფორმაცია ვერ დაიკრიბა შეუძლებელიაო და შემომთავაზე ესეთი ჰოლოგრაფიული პრინციპია ჰოლოგრაფიული. ეს აგვიხსენით რომ საინტერესოდ ხედა ეს 2D ასლით რაღაცა ესე ამიხსნა ამან რომ წარმოიდგინე ანუ ჰოლოგრაფია ნიშნავს იმას ანუ ჰოლოგრაფიული პრინციპი არის რომ ესე უხეშად რა ვთქვა მცირე უბანში არის სრული ინფორმაცია ჩაბეჭდილი სრული ანუ სრული ნაწილის ინფორმაცია არის მცირე უბანში ჩაბეჭდილი მაგრამ იცი როგორ არის აქ თავარი რა არის რა აი თქვენს თქვით რომ როცა სხეულები იყრებიან ინფორმაცია ვარდება შიგნით ცოტა ტერმინოლოგიურად უნდა გავმართოთ სინამდვილეში შავ ხვრელზე ინფორმაციის ჩაწერა შეიძლება ოღონდ შიგნით არა ინფორმაცია იწერება ზედაპირზე
ეს არის იმ ჰორიზონტზე? ჰორიზონტზე იწერება, თითქოს ზედაპირი არის ინფორმაციის შემნახავი. და რაც უფრო დიდია ზედაპირი, მით უფრო მეტ ინფორმაციას შეინახავს ის Z. ეს იმიტომ რომ რაღაც რო ვარდება ამ შავ ხვრელში, ჯერ ამ ჰორიზონტს გადის და იქ რჩება ნაწილაკები? არა, იმიტომ რომ როგორ თქვა, გასაგებად. იმიტომ რომ შავი ხვრელის, ესე იგი, ინფორმაციის თეორია არის ენტროპიის თეორია. ენტროპია არის ესე იგი პარამეტრი სიდიდე, რომელიც მიჩვენებს რაიმე სისტემის მოუწესრიგებლობას. რაც უფრო მოუწესრიგებელია სისტემა, მით უფრო მაღალია ენტროპია. აი მაგალითად, თქო რომ ახლა ეს ოთახი არ დაალაგოთ, ან თუნდაც ოთახი სახში ან სადმე, კაიხანი არ დაალაგოთ, დაკეტოთ კარები, არ შეხვიდეთ ერთი თვე. ერთი თვის მერე რომ მიხვიდეთ, ნახავთ რომ იქ მინიმუმ ტვერი მაინც იქნება. უწესრიგობა უფრო გაიზარდა. და ასე ვამბობთ ხოლმე რომ ენტროპია გაიზარდა სისტემის. ხო და ენტროპია აღმოჩნდა პირდაპირ კავშირში ის რითიც შეიძლება აღწეროთ ინფორმაცია. რატო? ნახეთ, როდის შემიძლია მე დიდი ინფორმაცია ჩავდო სადმე. როდესაც ბევრი არჩევანი, ბევრი ყუთი მაქვს, სადაც შემიძლია კენჭები ჩავყარო, თქვა თითო კენჭი რაღაც ინფორმაციას შეიცავს, ხო? რაც უფრო მაღალია ენტროპია, მით უფრო მაღალია ინფორმაციის ხო ეს ჯამური რაოდენობა, რაც შემიძლია ჩავდო hard disk-ზე ან სადმე, ხო? შავ ხვრელზე აღმოჩნდა რომ შავი ხვრელის ენტროპია თურმე პროპორციული არის მისი ზედაპირის ფართობის და არა მოცულობის. მოცულობის პროპორციული რომ ყოფილიყო, მაშინ ინფორმაცია უნდა შენახულიყო მთელ მოცულობაში. არა. ზედაპირზე რჩება ეს ინფორმაცია. არაფერი არ იყვება საბოლოო ჯამში. მე შემიძლია მეტიც. მე შემიძლია თურმე დავაპროგრამო შავი ხვრელი თუ მაქვს ხელთ, დავაპროგრამო ისე რომ გამოვიყენო როგორც hard disk-ი. თანაც ყველაზე ეფექტური hard disk-ი. ყველაზე ეფექტური, იმიტომ რომ ყველაზე მჭიდრო ხო შავი ხვრელია. და ყველაზე კარგი hard disk-ი რომელია, სადაც ყველაზე პატარა ზომის ყუთები უჯრებია შიგნით, ხო? ყველაზე პატარა ზომის. და ყველაზე პატარა ზომის შავ ხვრელს აქვს. როგორ უნდა დავაპროგრამო? დაპროგრამება ნიშნავს რას? ჩავყარო რაღაცეები და გაუგზავნო ინფორმაცია, შემიძლია ეს გავაკეთო. ის ეფექტი რაც გითხარით, ჰოგის გამოსხივება შავი ხვრელის შემთხვევაში არის ინფორმაციის წაკითხვა, ამოღება უკან. და პირიქით პროცესი არის ჩაყრა, დაპროგრამება. ამიტომ ტექნიკურად როგორ გავაკეთებ ამას მეორე საკითხია, მაგრამ ის რომ ეს შეიძლება, ამას თეორია ამბობს რომ შეიძლება, კი, თუ არსებობენ ჩვენზე ზეგანვითარებული ცივილიზაციები, მათ ნამდვილად ექნება დიდად სავარაუდოდ შავი ხვრელის hard disk-ების ფაბრიკა. კი ბატონო და იდეაში მაგაზე უნდა გადავიდეთ ახლა ჩვენ რა თქვენ ამ თემას იკვლევთ და დავიწყოთ მაგაზე საუბარი. ძალიან საინტერესო ადამიანები ჩვენ ახლა ჩვეულებრივ მოკვდავებს უცხოელენ ტელევიზორს რასაც ვეძახით და რაღაც ფილმებში წარმოგვიდგენია რაღაცნაირი თავები აქვთ, ესეთები არიან. რეალურად არსებობს რამე ნიშანწყალი, როსადმე რამე არსებობს? ვინმე? პირდაპირ მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერი არის. ეხლა თქვენ რომ დაკარგოთ, დაუშვათ რა ვიცი რაღაც, მცირე რაღაც ქინძის თავი ან რამე და დაიწყო ძებნა, ამ ოთახში გაგიჭირდებათ. არადა სინამდვილეში იქნება არჩევანი არც თუ ისე ბევრი, თუმცა მაინც გაგიჭირდებათ. და წარმოვიდგინეთ რამდენი რამხელა არჩევანი არის ჩვენს სამყაროში, ჩვენს galaktikაში არის მინიმუმ რამდენიმე ასეული მილიარდი ვარსკვლავი. ხოლო ჩვენ galaktikაში თითქმის ყველა ვარსკვლავს გააჩნია პლანეტა, დღეს უკვე ვიცით. ამიტომ პლანეტების რაოდენობა არის ძალიან დიდი და მთელ სამყაროში არის 2 ტრილიონი galaktika. რომელთაგან თითოეულში არა ამდენი ვარსკვლავი და ამდენი ყველას თავის პლანეტა აქვს მინიმუმ ერთი მაინც. ისე რამდენიმე როგორც ეს. ამიტომ წმინდა მეცნიერული კონტექსტით, წინაპირობით ხო არ ჯერ ერთი. როცა ვეძებთ მათ, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვეძებთ რაღაც ნემსის ხუნც კი არა TV-ს ზვინში, გაცილებით პატარას, გაცილებით დიდში ვიდრე TV-ს ზვინია და ვიდრე ის არის, ეს ერთი. და მეორეც ხო და ამიტომ როცა ვეძებთ ეს ნიშნავს რომ თქვა ვეძებთ როგორ ძიების რამდენიმე მეთოდი არსებობს ერთ-ერთი მთავარი მეთოდი რაც გამოიყენება არის რადიომოსმენა ვუსმენთ სამყაროს
ჭკვიანურ რაღაც ეგზოტიკურ სიხშირეებზე, რომ თუ მათ აქვთ სურვილი ჩვენ დაგვიკავშირდნენ, რაღაც სიხშირეზე უნდა გამოვიდნენ კონტაქტზე ჩვენთან, ხო? რა სიხშირეები შეიძლება იყოს ეს? რაღაც თქვა გარკვეული მოსაზრებები არსებობს, რომ უნდა იყოს წყალბადის საკუთარი გამოსხივების სიხშირე. რატო? იმიტომ რომ წყალბადი ყველაზე მეტია სამყაროში და რაღაცა მიგვანიშნო, რომ აი მე ვიცი, რომ წყალბადი ყველაზე მეტია და ამ სიხშირეზე გიგზავნის შენ. ან თქვა კონტაქტი გინახავთ ფილმი. აი იქ რომ არის ან ეგ ვერსია იქ დამუშავებული ზუსტად, თქვა წყალბადის სიხშირე გამრავლებული პიზე. ანუ პი 3.14 კი არა და გრძელდება კიდევ. ეგეც ინტელექტის მანიშნებელი იქნება იმისი, ხო, ანუ პიზე რატო უნდა გაამრავლო, ანუ საიდან მოდის? ასტროფიზიკური ობიექტები ეგრე არ ასხივებენ, არც ერთი. პირიქით, ერთ სიხშირეზე არ ასხივებენ კი არა, ასხივებენ მთელ ნაგავს. ერთი ობიექტიც კი მთელ ნაგავს ასხივებს, ნაგავს ბჭყალებში, ანუ ფართო სპექტრში ასხივებს და თუ მოდის ერთი სიხშირე, უკვე დამაინტრიგებელია ძალიან. ხო და ამას ვამბობ, რომ ჩვენ რომ ისინი აღმოვაჩინოთ, საჭიროა რომ ჯერ ერთი იმათ ჩვენკენ მომართონ, ამ ხელა უშუალოდ სამყაროში ჩვენკენ. თან ძალიან მძლავრი ტელესკოპი უნდა გქონდეთ მათ. იმიტომ რომ ჩვენ შეგვეძლოთ მათი აღმოჩენა. ხო და ამიტომ ეს ორი ფაქტორი ხო და კიდევ ერთი ფაქტორი, რომ ჩვენ ერთმანეთს დროში არ უნდა ავწდეთ. შეიძლება ისინი აღარ არსებობენ და ჩვენ რა ქვია ველოდებით ან პირიქით. პირიქით ჩვენ როცა ტექნოლოგიური არ ვიყავით, თუნდაც რაღაც 100 წლის წინ. ისინი გვიგზავნიდნენ რადიო სიგნალებს, მაგრამ ვერ ვიჭერდით, იმიტომ რომ ჩვენ რადიო არ გქონდა მაშინ. აი ესეთი ან ეს ბევრი ნიუანსია ძალიან. ამიტომ ის რომ ფაქტობრივი მასალა არ გვაქვს, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არსებობენ. ხო, და აი მაგრამ ფიზიკის კანონები და ფიზიკა არის ფუნდამენტური ყველაზე, მასზე დაფუძნებულია ქიმიის კანონები. ჩვენ შემთხვევაში დედამიწაზე ბიოლოგიის ასეთი კანონებიც, ფიზიკის კანონები და ქიმიის კანონები ყველგან ერთია. და ამ კანონებს ჩვენ ვხედავთ ამ ფიზიკის და ფიზიკა თავისთავად, მაგრამ ქიმიას ვხედავთ ბევრგან სამყაროში. და რაც უფრო შორს ვიხედებით, ვით უფრო წარსულს ვხედავთ, იმიტომ რომ იქიდან ხო გვიან მოვიდა სიგნალი, თქო, რამდენიმე მილიარდი წლით რომ დაგვიანებით მოდის რომელიმე galaktikიდან ჩვენამდე, ის ნიშნავს, რომ ჩვენ წარსულში ვიყურებით. ხო? ანუ ხედავთ იგივე ქიმიას, რაც ჩვენთან არის, იგივე ყველაფერს. ამიტომ და სამყაროსლოვანება არის 14 მილიარდი წელი. ამიტომ თუ სადმე ესეთივე პირობა იყო, ამ ხელა უშუალოდ რაოდენობა პლანეტების, რაც მე ვთქვია, ჯამში. ისეთი პირობა როგორც დედამიწაზე. როგორც დედამიწაზე იყო ოდესღაც. მინიმუმ ჩვენაერი სიოცხლე შექმნა ხომ პრინციპში წარმოუდგენელი არ არის. ჩვენ არ ვიცით როგორი იყო აბიოგენეზი. როგორი იყო, ანუ როგორ ეგ არის ღია საკითხი ბიოლოგიაში. და მე მithumetas არ ვიცი, მაგრამ ვიცით რომ ჩვენ მოვედით ამ სამყაროში. ანუ ცოცხალი არსებები, ხო? ეს და რაც საინტერესოა, გეოლოგიურად რომ შეხედოთ დედამიწას, დაახლოებით სიოცხლე გაჩნდა პირველი, რაც დადასტურებით ვიცით, გაჩნდა 3.3 მილიარდი წლის წინ. 3.5 მილიარდი წელი არის დედამიწისთვის ის ეტაპი, როცა აი გაცივდა, აი ახლა გაცივდა. და როგორც კი გაცივდა, უცბად სიოცხლე გაჩნდა. ანუ აქ ესეთი მოსაზრება არის, რომ სავარაუდოდ სიცოცხლე არის იმპერატივი სამყაროსი, ოღონდ ეს ჩვენი ჰიპოთეზაა ჯერჯერობით. ანუ როგორც კი გაცივდა, გაჩნდა უცბად. ესე იგი, როგორც ჩანს იყო რაღაც ანუ აი ასფალტშიც რომ ამოდის ყვავილი, რაღაც ეგეთი ძალა აქვს სიცოცხლეს, ჩვენ არ ვიცით რაღაც კანონები სავარაუდოდ ბიოლოგიის ან რამის კიდევ ანუ რაღაც დეტალები არ ვიცით, ძალიან ბევრი ალბათ, ბიოლოგია უფრო არ ვიცით, ვიდრე ვთქვათ ფიზიკა. ხო? და რამაც გახადა შეაძლებელი მოვსულიყავით ჩვენ ამ სამყაროში. და პირობები იქაც იგივეა. ცოტა ხნის წინ ჯეიმს ვებმა აღმოაჩინა ძალიან საინტერესო პლანეტა, მთლიანად დაფარული ოკეანით. რომელიც წყლითან, რომელიც არის თხევადი, იმიტომ რომ ისეთ მანძილზეა თავისი ვარსკვლავიდან, რომ თხევადი უნდა იყოს, სწორ მანძილზეა. ამას ქვია ჰაბიტაბილობის ზონა. ასე რომ, ხო, ჩვენ შეიძლება სულ რაღაც, ვიცი, უახლოეს მომავალში ძალიან საინტერესო აღმოჩენების მომსწრე გავხდეთ, ძალიან საინტერესო. და ისე, ახლა შეიძლება ცოტა ბავშვური კითხვას მაგრამ მაინც დავსვა. კი, ბავშვურიდან იწყება მეცნიერება. აი ჩვენნაირი არსებები იქნებიან, ანუ აი ესე რაღაც წარმოდგენაში რომ სავარაუდოდ არა. ხო, უფრო ანუ მე ფიზიკა შეიძლება რომ ადამიანის ვიზუალურად? ხო. სავარაუდოდ არა, იმიტომ რომ იმიტომ რომ ჩვენთან ანუ სიცოცხლე განვითარდა გარკვეული უამრავი მუტაციის შედეგი არის, როგორც ვართ ჩვენ.
და იმდენად საკმარისია რომ ერთ რომელიმე ეტაპზე სხვანაირად წასულიყო ჩვენთან ასე ვთქვათ ისტორია. ელემენტარულად ასტეროიდი არ დაცემულიყო დედამიწას 65 მილიონი წლის წინ. არ გადაშენდებოდნენ დინოზავრები და არ გავჩნდებოდით ჩვენ. სხვა შორის დინოზავრები გადაშენდნენ, ჩვენ დაგვითმეს ამ შინაარსით არეალი. გაჩნდნენ ძუძუმწოვრები და მე მოვედით ჩვენ. ასე რომ ეგეთი შემთხვევითობები თან ბევრი იყო მაგ ჯაჭვში. სულ სხვანაირი ისტორია იქნებოდა. ჩვენ არ ვიცით ის დინოზავრები გახდებოდნენ თუ არა ინტელექტის მქონე, გახდებოდნენ თუ არა შექმნილი მქონე დინოზავრები დღეს არსებობენ, ქათამი დინოზავრია მაგალითად. ნიანგის დინოზავრია, შთამომავალია პირდაპირ. მაგრამ აი ევოლუციურ ჯაჭვს გაივლიდნენ თუ არა ბოლოს ინტელექტამდე მისული და გონიერამდე მისული, ხო? არ ვიცით, მაგრამ ნამდვილად სხვანაირი იქნებოდა, ამიტომ უფრო მეტი შანსია რომ ჩვენნაირები არ იყვნენ. ჩვენზე გონიერები იყვნენ. არ გულისხმობ ვიზუალურადაც კი. და მეტიც ბიოლოგიურადაც კი სხვა იქნებოდნენ სავარაუდოდ, იმიტომ რომ იმხელა იმდენად დიდი არჩევანია სამყაროში, რომ მაინც წყალზე დაფუძნებული რატო უნდა იყოს სიცოცხლე. აი სულ ახლოს ჩვენთან სისტემაში არის სატურნის ერთ-ერთი თანამგზავრი ტიტანი, სადაც არის ტბები, ოღონდ მეთანის. მაგრამ მუღამი ის არის რომ იმ ტემპერატურაზე მეთანი ამ ტემპერატურაზე გაზია და იქ თხევად ხდება, კონდენსირდება. ტბებია თან სეზონური ტბებია, ტბებია, რომელიც სეზონურად ხან ჩაიწევს ნაპირი, ხან ამოიწევს. ის არის რაც საჭიროა სიცოცხლის დრაივისთვის. ხო, ეს ნუ მეკითხა, რას გვაძლევს ეგ ინფორმაცია? ხო, და აი ხა ვამბობ. ესე იგი, ეს მეთანი გარდა იქ წყალი ვერ იარსებებს, მაგრამ წყალი რა არის? რა დატვირთვა აქვს წყალს? გამხსნელი. და მეთანი კარგი გამხსნელია იმ ტემპერატურებზე. და თანაც იქ არის ძალიან დიდი რაოდენობა სილიციუმის. სილიციუმი არის ძალიან კარგად არის მოსაზრება, რომ კარგად ესე იგი ჩამონაცვლებელია ნახშირბადის. ანუ ნახშირბადული კი არ იყოს სიცოცხლე, იყოს სილიციუმზე დამოკიდებული. იქ ბევრია სილიციუმი. წყალი კი არ იყოს რა ქვია მეთანზე დაფუძნებული. სხვა ჩვენს ის ამბობდა ხოლმე კარლ სეიგანი. რომ ნახშირბადული შოვინიზმი გვჭირს ჩვენოს, უყურგან ვეძებთ ჩვენნაირებს და არა, პირიქით, ყველაზე მეტი შანსია რომ ჩვენნაირები არ იყვნენ. ძალიან პატარა შანსია, რა ვიცი, ტრილიონში ერთიც არა, უფრო პატარა, რომ ესეთი ჩვენნაირი ორი ფეხი და ასე შემდეგ. შეიძლება აბსოლუტურად სხვანაირები იყვნენ. ძალიან ფაქტობრივად კინოს მიყვებით. კი ბატონო, კიდე ერთი წუთით მე მქონდა რაღაცა თეორია წავიკითხე. აქედან ხო არ შეგვიძლია გადავიდეთ პოლოგრაფიული პრინციპები, ესეთი არ არის სამეცნიერო, გეტყვით რა მომცარი რა ის ხო არ არის სამედიცინო ფანტასტიკა, ეს არის სერიოზული ფიზიკური თეორია, რომელიც წარმოიშვა შავი ხვრელის შესწავლის შედეგად. მარტივად რომ თქვენ შესაძლოა ჩვენი სამყარო ჰოლოგრაფიული ხო, ჩვენი სამყარო იყოს ბრტყელი, ხოლო ჩვენ ვართ 3D პროექცია. შეგიძლიათ ამაზე რო გითხრათ, რა მოსაზრება შეიძლება იყოს? თუ არსებობს რამე. არა, მიჭირს, ანუ სავარაუდოდ იმდენად ბევრი არის, ანუ გეტყვით, იმდენად ბევრია ესეთი ალტერნატიული მოდელები, რომ ერთ-ერთი არის მათგანი. მე ცოტა სკეპტიკურად ვარ ხოლმე განწყობილი ეგეთი მოდელების მიმართ, ამიტომ აღარს ვუყურებ ხოლმე შიგნით. იმიტომ რომ არა, ოღონდ გეტყვით რატო? იმიტომ რომ დღესდღეობით ანუ ესეთი სტანდარტული კოსმოლოგია და ასტროფიზიკა ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, საკითხები ღია ბევრია იქაც, მაგრამ გაცილებით ცოტა ვიდრე მაგ ეგზოტიკურ მოდელებში. ეგზოტიკურ მოდელები ძალიან საინტერესოა, ხან მართლა ეგზოტიკა გიბიძგებს რომ ისახნა, მაგრამ ანუ მეცნიერება არ უნდა დაგვეცეს რომ არის ემპირიული დარგი, ამიტომ რაც მოწმდებ ექსპერიმენტზე, მხოლოდ ის არის სწორი. ხო, სავარაუდოდ არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი რომელი თეორია ეგ, მაგრამ ანუ აქ არის რომ აი მაგალითად რომ გაიხსენე ჰოლოგრამა საკრედიტო ბარათზე ამ ფულის კუპიურაზე. ეს არის ბრტყელი 2D ფირფიტა, მაგრამ როცა მას სინათლე ხვდება, თქვენ ხედავთ სიღრმეს და მოცულობას ხო, ანუ ეს ჰოლოგრამული მოდელი სამყაროსი, კი, ეს არის რომ თქვათ თითქოს ერთ თუ სწორად მახსოვს, მაგრამ თავს ვერ დავდებ, რომ ერთ უბანზე არის ჩადებული ინფორმაცია ყველაფრის შესახებ. კი. ხო, მე არ ვიცი როგორ შეიძლება ამის ექსპერიმენტზე გაზომვა და საერთოდ მე მგონია რომ იმ რისი გაზომვაც პრინციპულად არ შეიძლება
ის მეცნიერული თეორია ვერ იქნება. ანუ ის კი არა რომ დღეს არ შეგვიძლია, არამედ პრინციპულად არ შეგვიძლია. ზოგადად ხო, თუ პრინციპულად შეუძლებელია იმის აი მაგალითად არის გავრცელებული ძალიან ასევე ჯერ კიდევ პარალელური სამყაროების კონცეფცია. პარალელური სამყაროების არ არის ზე მაღალი განზომილებების არსებობა, სხვა რამეა. რომ თითქოს ჩვენი სამყარო თავის თავს აკოპირებს წამში უამრავ რიცხვჯერ სიმულაციის თეორიას ეძახიან, არა, იქ ცოტა სხვა არის. კიდევ არამედ პარალელური სამყაროების, რომელიც ერთმანეთს გავს ძალიან გარდა ერთი მცირე კვანტური იმისა, რაღაც მოვლენისა. ყველაფრით გავს, ანუ იქაც ვხედავთ ჩვენ ახლა ამ წუთშიც, იქაც მიდის პოდკასტი, მაგრამ სადღაც დავუშვათ, რა ვიცი, ჩემს ხელში ერთი ელექტრონი არის ამ ადგილზე კი არა ამ ადგილზე, ოდნავ განსხვავებულზე. ანუ თავისთავად ესეთი მომხიბვლელი თეორიაა, მაგრამ მუღამი ის არის, რომ ამ თეორიას თეორიის თანახმად ვერ შეამოწმებ ვერასდროს. შეუძლებელია ეს თეორია შეამოწმე ექსპერიმენტზე. რაც ექსპერიმენტზე არ მოწმდება, ის მეცნიერული ვერ იქნება. რატო არის შეუძლებელი? ანუ პრინციპულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ამ პარალელურს ამ მოდელში პარალელურ სამყაროს ერთმანეთთან კავშირი პრინციპულად არ აქვს. და თუ კავშირი არ არის, ესე იგი შემოწმება არის გარკვეული ურთიერთქმედება, კორელაცია აქედან იქით. და თვითონ ის კონცეფცია გეუბნება, რომ არ აქვს ურთიერთქმედება ერთმანეთთან. და თუ არ აქვს, ესე იგი შემოწმება შეუძლებელია. თვითონ ამ თეორიის ადეპტები ამბობენ, რომ კი ესია. და თუ ესია, მაშინ მეცნიერული არ არის. ანუ ეს რაღაც უფრო რელიგიას გავს ვიდრე მეცნიერებას. კი ბატონო. და ეს სიმულაციის თეორიაც, ანუ ესეც ხო ისე მართლა sci-fi-ით არის რა, ახლა ეს ანუ შევთანხმდეთ, რომ sci-fi-ში თავისთავად ტერმინი სტუდია არაფერი არ არის. ეს არ ახდენს დისკრეტაციას მეცნიერული თეორიის. მეცნიერება იწყებოდა sci-fi-ით. რა ვიცი, წყალქვეშა ნავები sci-fi იყო დღეს. თვითმფრინავები sci-fi იყო, მთვარეზე მოგზაურობა, ჟულ ვერნი sci-fi იყო დღეს. ანუ ფაქტია რომ ჩვენი ცივილიზაცია იყო იქ. ო, აქ ანუ ფილოსოფოს სიმულაციის თეორია შეიძლება იყოს, ანუ გამორიცხული არ არის, მაგრამ ვიმეორებ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია იქ შემოწმების. რომ გითხრათ რა არის სიმულაციისა, თუ არ გახსოვთ შეგვიძლია რომ ზე განვითარებული ცივილიზაცია, რომელიღაც ან ვიღაც, ანუ ზეგონი, მოდი ესე ვთქვათ, მაგარი აიტიშნიკი, ზის და ამ ყველაფერს აპროგრამებს. ახლა ჩვენ ახლა თავისუფალ ნებით კი არ ვსაუბრობთ, მე და თქვენ, არამედ იქ წერია, რომ ასე უნდა ვისაუბროთ. ხო და ცოტა არ იყოს ის გონია მე, მაგრამ პრინციპში, ანუ ხელოვნური ინტელექტის დაპროგრამება ხო შეიძლება? ხო შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არსებობს რაღაც გონი, რომელიც სადღაცას ცხოვრობს, არ ვიცი ის სადღაცას როგორია, მაგრამ ჩვენ რაც გვეჩვენება ჩვენს გარშემო, ეს ყველაფერი არის ილუზია, ეს სიმულაცია. ხო, თეორიულად პრინციპში შეიძლება, არაფერი. მატრიცაში რო არის გახსოვთ მონაკვეთი, ორაგულს რო ჭამს და რო იძახის, რომ კი ვიციო, ეს ნამდვილი არ არის. ეგრეა, ხო. შეიძლება, გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ხო გეუბნებით, რაც უფრო მაღალი მოწონების იმაში ავდივართ ხოლმე, უფრო სტატისტიკურად, უფრო კლებულობს ხოლმე credibility, ანუ დაჯერება იმ თეორიის. სავარაუდოდ მაინც არ ამგონია, რომ ეგ იყოს სწორი, სავარაუდოდ. თუმცა დაზღვეული არ ვართ სიურპრიზებისგან. ცხადი არ ვართ. კი ბატონო. აქ იყო, ხო, ნუ აქ კიდე იმან რა ქვია, ჯემინიმ რაღაცა მაგალითები მომეყვანა, მაგალითად თამაშები როგორც იქმნება, რაღაც კომპიუტერული კოდი, პიქსელები, სიჩქარის, მოკლედ აი ძალიან ბევრი ის და თან ამას კიდე რა მძაფრებს იცით, მასკი ძალიან მოწონს ეს თეორია და ხშირად ლაპარაკობს ამ თეორიაზე და კი, არა, კიდე ერთხელ მიმოვიდეთ, ანუ შეიძლება ეგრე იყოს, მაგრამ ძალიან ალბათობის შეფასება მაინც შეიძლება მინიმუმ არსებული მოდელების რეალურობის ალბათობა და აი თქვათ მაგ მოდელის რეალურობის. ერთმანეთთან შეფარდების პოვნა შეიძლება ისი ალბათობა რამდენჯერ ნაკლებია როგორც მინიმუმ და დარწმუნებულია რომ მრავალჯერ ნაკლები იქნება აი თქვათ მაგ მოდელის კი, თეორიულად შეიძლება რომ ეგრე იყოს, თქვათ ვიღაცის თქვათ გონში ვზივართ, ანუ მის კომპიუტერში ვართ და ახლა ჩვენ აქ პოდკასტი, ანუ ჩვენ კი არ გვინდა ეს, არამედ აი იმას გვინდა. იმან დააკლიკა და ასე თქვი მე, ასე მიპასუხეთ თქვენ, რა ვიცი. შეიძლება. ფერმის პარადოქსი მინდა რომ მოგვიყვეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაც არის და რა არის ეს? ფერმის პარადოქსი არის, ფერმი. ენრიკო ფერმი იყო ძალიან ცნობილი ფიზიკოსი, რომელიც მუშაობდა, ნობელიანტი, რომელიც მუშაობდა ლოს ალამოსის პროექტში, სხვა შორის აი ამერიკული ბირთვული არის პროექტში, ლოს ალამოსში. და იტალიელი იყო წარმოშობით და ერთ-ერთია საუბრის დროს კოლეგებთან.
სამი კოლეგა, როგორც ეს ისტორია ამბობს, კაფეტერიდან გამოდიოდნენ ყავას ვამდნენ თუ რაღაც მსგავსით, საუბრობდნენ არამიწიერ ცივილიზაციებზე. და ფერმემ ეს რაღაც ისე ნახევრად სარკასტულად საბოლოოდ ისინი იყვნენ მომხრეები, რომ ჩვენი ასე ვთქვათ მეზობლები galaktikuri არსებობენ და ეს ნახევრად სარკასტულად კითხა, კი, მაგრამ მაშინ სად არიან? ეს კითხვა არ იყო უბრალოდ კითხვა, ეს კითხვა დარჩა როგორც ძალიან მეცნიერული კითხვა. იმიტომ რომ სწორი კითხვები ხშირად უფრო საინტერესოა ვიდრე პასუხები. იმდენად ფუნდამენტური კითხვაა, რომ აქ იგრძნობა, რომ ამ კითხვას მარტო ვთქვათ კარგი მეცნიერი დასვავდა. ანუ რას ნიშნავს სად არიან ისინი? რატომ ვერ ვხედავთ მათ? ანუ ვხედავ ნიშნავს რატომ ვერ ვაკვირდებით. და აქ დაიბადა მთელი მიმართულება, ანუ ამაზე მუშაობს, თუ ისინი არსებობენ, რატომ ვერ ვხედავთ? ანუ სად არის მათი კვალი? იმიტომ რომ როგორც წესი, აი ჩვენი ვთქვათ არქაული ცივილიზაციები, საიდან ვიცით რომ ისინი არსებობდნენ? მათ არსებობის კვალს ვხედავთ, რო ვთხრით, ამოვთხრით არქეოლოგია, ხო? ვხედავთ, რომ თქვათ იქ რაღაც თუნდაც ჩვენი სულ ადრინდელი წინაპრები, პირველი homo sapiensები, მათი ქვის თქვათ ქვაზე ნამუშევარი, თქვა ფრესკები არსებობს საფრანგეთში და ესპანეთში. ასე შემდეგ, ანუ მათ შორის ნეანდერტალელებისაც არსებობს. ანუ ვხედავთ. ხელშესახები არის მათი შემოქმედება, ხო? ამ ხრივ. ხო, და ამიტომ ძალიან ბუნებრივია თუ ისინი არსებობენ, ან მინიმუმ არსებობდნენ, ხო? კვალს რატო ვერ ვხედავთ სამყაროში? ანუ ამიტომ გაჩნდა ერთგვარი ახალი დარგი ტექნოხელწერის ძიება სამყაროში. ტექნოხელწერა არის თუ მაღალი ტექნოლოგიური ცივილიზაცია არსებობს, ან მინიმუმ არსებობდა. როგორ შეიძლება კვალი არ დაეტოვებინა სამყაროში? აი მაგათ ჩვენ სულ რაღაც რამდენი ხანია რაც ვარსებობთ, როგორც ტექნოლოგიური. ჩვენ კი ვართ ცივილიზაცია და რაღაც 10000 წლის წინანდელი ქალაქები რო დაარსდა, პოლისები. 10000 წელი რაც არსებობს ჩვენ ცივილიზაცია, მაგრამ ტექნოლოგიური მხოლოდ 100 წელი უნდა ვიცი, 100 რაღაც შეიძლება, ცოტა. თუ 100-ზე ნაკლები. პირველი რადიო გადაცემა როცა მოხდა დედამიწიდან რა. და ესე იგი, აი ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ რამხელა ისტორია გავიარეთ, მაგრამ სულ რაღაც ეხლა გავხდით ტექნოლოგიურად საინტერესონი თუ იქ ვინმე არსებობს მათთვის, ხო? ეს სულ ეხლა გავხდით. ხო და აი ესე აი ჩვენც კი, ვინც კოსმოსური ხომალდები, რა ვიცი 50 წლებიდან დავიწყეთ, ხო? ჩვენმა ცივილიზაციამ, დედამიწელებმა. ჩვენი ხელწერა უკვე კოსმოსში არის, ოღონდ დედამიწის გარშემო. კიდევ ორი ობიექტი გავიდა გარეთ, Voyager 1, Voyager 2. ხელწერა თუ ძალიან განვითარებული ცივილიზაცია საკმაოდ შორს იყურება და ჭკვიანურად იყურება, შეიძლება აღმოაჩინოს დედამიწის გარშემო უცნაური ნაგავი ტრიალებს, ხელოვნური წარმოშობის ნაგავი, იმიტომ რომ ზომა სწორი ზომის სწორი ფორმები აქვს ამ თანამგზავრებს, რომელიც ჩამოწერილია თუნდაც, მაგრამ ტრიალებენ ჯერ კიდევ, არ ჩამოვარდნილან. ამის აღმოჩენა შეიძლება და ორი Voyager-ი თუ დაიჭირეს, ნუ პირდაპირ ჩანს რომ ეს ხელოვნური უნდა იყოს. მნიშვნელობა არ აქვს იქ რაც გაშიფრავენ ჩვენი ისიც არის ხომ? ჩაკრულოც არის იქ Voyager 2-ზე, იმ ოქროს ფირფიტაზე. რომს ვერ გაშიფრონ, გასაგებია რაც არის, რომ ხელოვნური წარმოშობისაა. ამიტომ ტექნოხელწერის ესე ვთქვათ, ძიება არის ერთ-ერთი საინტერესო და მთავარი, აი ჩემი საქმიანობაც მაგ დარგში ამას ეხება, ტექნოხელწერის ძიებას. ხო, რამდენად შეიძლება, რამდენად რეალურია, სავსებით რეალურია. ძალიან მეცნიერული დარგია და ნუ ალბათ ყველა საინტერესო, ერთ-ერთი ყველა საინტერესო მინიმუმ, ხო? აქ იცით რომ რამდენიმე ვერსია შემომთავაზა. ერთი იყო დიდი ფილტრი. ხო, იცით ხო რას ვამბობ? თქვენ მოყავით მაყურებელს შეიძლება რომ ანუ საერთოდ დაახლოებით 100-მდე 80-მდე სხვადასხვა ის არის, რა ქვია. თეორია. ახსნა ფერმის პარადოქსის. პირველი ყველაზე უინტერესო არის უბრალოდ ისინი არ არსებობენ და იმიტომ მას არ ჩან. ხო, ეს ყველაზე ისეთი ისა. არსებობს კიდევ ძალიან ეგზოტიკური ზოოპარკის თეორია. ო, ეს ძალიან ზოოპარკის თეორია ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ანუ ახსნა, როგორც რატო იმიტომ ვერ ხვდეთ რომ ეს ზოოპარკივით არის. ანუ ფაქტიურად ჩვენ რო ყავს ზოოპარკში გამომწყდეული. ამ კონტექსტში რომ დავფიქრდი, მართლა შემეცოდა ის ცხოველები კიდევ უფრო ვიდრე ხო, იმიტომ რომ ჩვენს თუ ეგეთ დღეში ვართ, ხო, მაშინ მე არ მეყვარს ზოოპარკები. ხო არა, ხო ზუსტად. მეც. ხო და ანუ იდეა რა არის, რომ
ისე ხო არ არის რომ ანუ ის ჩვენი ცივილიზაცია. იმის გამო რომ ძალიან დაბალ საფეხურზეა მათთან შედარებით. რაღაცნაირად ნაკრძალივითი აქვს შექმნილი ჩვენთვის, თავის თავს არ გვაჩვენებენ, არის არ ჭირდებათ დიდად, ანუ იმიტომ რომ ალბათ ვარაუდია რომ ჩვენ მაინც ვერ მივხვდებით ამდენს, რაღაც გასად ბევრი ისტორიული ნაბიჯი გაიარეს და ჩვენ ჩამორჩენილი ვართ. ამიტომ რაღაც ჩვენ ნაკრძალში ცხოვრობთ ჩვენ და შეიძლება კიდევ სხვაებიც, ვინც ჩვენ დონეზე არიან, ან ჩვენზე დაბლა. და არის ნუ ესეთი რაღაც ვართ ჩვენთვის და გონია რომ გარეთ არავინ არ არის. და სიამდვილეში არის. ხო. ნუ მე არ მომწონს ეს ახსნა. არ გონია რომ ასეთი ამდენად ზეგანვითარებული იყოს ის ცივილიზაცია რომ ესე მოგვაქციოს ხო თან ცოტა არ იყოს თუ მართლა ეგ მოდელია სინამდვილეში. ნუ მაშინ შარში ვყოფილვართ. ხო და ანუ არა უბრალოდ რუსეთი ყავს იქ მტრად, არამედ მთელ დედამიწელებს ყავს გაცილებით დიდი რუსეთი მტერი სადღაც შორს. ხო? ცოტა არ იყოს საშიში. ხო, თანაც მეცნიერულად არ მგონია სწორი და გეტყვით რატო. ანუ ნაკლებად სავარაუდოა. სამყარო არის 14 მილიარდი წლის. ჩვენ შევდგებით, ნუ და სამყაროში არსებობს, სამყაროში ნივთიერება შეიქმნა ძალიან რაღაც ნაწილი ნივთიერება, ძალიან ადრეულ სტადიაზე. წყალბადი იყო ძალიან ადრევე შექმნილი. მაგრამ ძიმე ელემენტები, ანუ რკინა, ასე შემდეგ, რის გამოც ჩვენ შევდგებით, ჩვენთვის საჭირო ნივთიერებაა. ესენი ყველანი შეიქმნენ პირველი თაობის ვარსკვლავებში. ანუ ჩვენ ვართ პროდუქტი პირველი თაობის ვარსკვლავების. ანუ როგორც რატომ? იმიტომ რომ ვარსკვლავში რა ხდება? თერმობირთული რეაქცია. წყალბადი ეჯახება წყალბადს, რამდენიმე წარმოიქმნება ჰელიუმი, მერე ჰელიუმი კიდევ ერთხელ წარმოიქმნება უფრო მძიმე, მერე ნახშირბადი, აი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, ჟანგბადი, წყალბადთან ერთად წყალი, ხო? ასე შემდეგ და მთელი ან და ბოლოს როცა ევოლუცია სრულდება ვარსკვლავის, ხდება აფეთქება. ის ნივთიერება გამოიტყორცნება გარეთ. აი ჩვენ ვართ რისგანაც შევდგებით, ანუ რკინა არ შექმნილა დიდი აფეთქების დროს, ის შეიქმნა ვარსკვლავში, რომელიღაც ვარსკვლავში. და ამიტომ ეს არის ევოლუციური გზა, ამიტომ როგორც მინიმუმ ერთი თაობის ვარსკვლავთა, პირველი თაობის ვარსკვლავთა სერიამ გაიარა უკვე ამ სამყაროში. ხო? ხო და ამიტომ გამოდის რა რომ ფაქტობრივად ჩვენ თითქოს საჭირო იყო პირველი თაობა გრძელდება რაღაც 4-5 მილიარდი წელი და მეორე თაობაც ახლა დაახლოებით ჩვენ მეორე თაობაში ვართ, მაგრამ სიცოცხლე შეიქმნა მეორე თაობაში. ჩვენ ვართ პირველი თაობა სიცოცხლის სინამდვილეში. უბრალოდ ჩვენ გვჭირდებოდა წინა თაობა მატერია რო შექმნილი იყო ჩვენთვის. ამიტომ თითქოს იმდენი დრო არ არჩება რომ ის ვიღაც ძალიან ზეგანვითარებული, სუპერ ზეგანვითარებული, ამიტომაც სხვათა შორის როგორც ერთ-ერთი ვერსია, ესეთი ძალიან პესიმისტური ვერსია არის რომ რადგანაც ჩვენ სიცოცხლის პირველი თაობა ვართ, შეიძლება მარტო ჩვენ ვართ მთელ სამყაროში. არ მგონია, იმიტომ რომ პირველი თაობა არ ნიშნავს რომ მარტო ჩვენთან წავიდა ეს რეაქციები, რაც დედამიწაზე წავიდა. სხვაგან შეიძლება ამ თაობაში უამრავი ვარსკვლავი იყო ჩვენთან ერთად. პირველი თაობა, მაგრამ სხვადასხვა ხო, პირველი თაობისადმი, ხო. ანუ ერთნაირ დონეზე უნდა ვიყოთ მეტნაკლებად. თუმცა შეიძლება ისინი ჩვენზე კიდევ უფრო განვითარებულები იყვნენ, ჩვენზე გაცილებით. ხო, მოკლედ, ამიტომაც არ მომწონს მე ზოოპარკის ვერსია. ხო. იგივე ფილტრია, ანუ ეგ დაახლოებით ერთი და იგივეა სხვათა შორის, ანუ ფუნდამენტურად რო შეხედოთ, დაახლოებით იგივე გამოდის, იმიტომ რომ ძალიან ხელოვნური ჩანს რა. ანუ ნამეტანი ხელოვნური მოდელები, როგორც წესი არ ამართლებს ხოლმე, როგორც წესი. უფრო ბუნებრივი მგონია, რატომაც ვერ ხედავთ. უბრალოდ სწორ ადგილას სწორ მხარეს არ ვიყურებით. ანუ ეს ფართო გაგებით, ვიყურებით, მაინც ვიყურებით კი არა. არ ვითარდებით. არ ვაკვირდებით სწორად. ანუ ერთ წამი წარმოიდგინეთ, რომ ის ცივილიზაცია აგზავნის სიგნალს, თქვათ, დაუშვათ რენტგენის გამოსხივებაში და არა სინათლის გამოსხივებაში და არა რადიო გამოსხივებაში. ანუ ტელერადიოკომუნიკაცია, რადიოკომუნიკაცია კი არა აქვს, ტელერენტგენული კომუნიკაცია აქვს დაუშვათ. ჩვენ ხომ ამ სიგნალს დღესდღეობით ვერ არც ველოდებით რომ გავშიფროთ ეგეთ სახით, ხო? ან კიდევ სხვანაირად. ამიტომ დასახვეწი არის უამრავი რამე ამ დარგში, ეს დარგი არის SETI, Search for Extraterrestrial Intelligence, ანუ არამიწიერი გონიერი სიცოცხლის ძიება. დასახვეწია იმდენად, რამდენად ჩვენ ვინაიდან ჩვენ არ ვიცით სიცოცხლე როგორი შეიძლება იყოს იქ. ხო. და ვინაიდან სიცოცხლეზე როგორც სიცოცხლეს ვეძებთ,
მეთოდიზიების უნდა იყოს ასეთი. და სიცოცხლის თეორიული შანსი ბევრნაირი შეიძლება იყოს. ამიტომ შეიძლება ჩვენ აცდენა გვაქვს ძალიან დიდი და ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ვერავის ვერ ვხედავთ. მაგრამ ეს ასე ვთქვათ პირველად live რეჟიმში რომ აი გამოგიგზავნა სიგნალი, მესიჯი უპასუხე, გამარჯობა აქ ვარ როგორ ახარ და მაგრამ ეს თქვათ ეგრე არ არის მარტივად. იმიტომ რომ იქიდან იმდენ დიდი მანძილებია რომ შეიძლება 1000 წელი ჭირდება 1960 აი სეტის დარგი რო შეიქმნა პუერტო-რიკოდან აი ინტერსტელარში არა კონტაქტში რო არის ობსერვატორია რადიო ობსერვატორია ეგ არის ცნობილი ობსერვატორია ჩამოინგრა უკვე არესიბოს ობსერვატორია საიდანაც გაიგზავნა სიგნალი ერთ-ერთ ვარსკვლავურ კლასტერი არის ვარსკვლავური გროვები. ძალიან ბევრი ვარსკვლავია ერთად. ანუ ერთი გარტყმით რომ ძალიან ბევრი კურდღელი დაიჭირო რა. თუ სადმე შანსი არის, სადაც ბევრი გროვა ვარსკვლავების, ანუ იქ თუ პლანეტები არის, აი, ბარე მოდი გავაგზავნოთ და ბევრმა მიიღოს ვარსკვლავმა და თუ ერთ-ერთზე მაინც არის მეტი შანსია რომ ვიღაცამ დაიჭიროს. მაგრამ უღამისაა რომ აქედან იქამდე მანძილი ხო გააგზავნეს სიგნალი რადიო ცხადი, ის რადიოტელესკოპი იყო, რომელიც კოდირებული სახით შეიცავდა ინფორმაციას ორობით კოდში, ინფორმაციას სად ვართ, რა ლოკაციაში, რამდენიმე პულსარი იყო ნაჩვენები, მაშინდელი აღმოჩენილი, იმის მიმართ დედამიწა სად არის, მზის სისტემა უბრალოდ. და რამოთ ჩვენ როგორები ვართ, ჩვენ დნმ რისგან შედგება, ატომური მასების რაღაც ინფორმაციები იყო ჩვენ შესახებ. მაგრამ ეს ინფორმაცია იქ მივა 25000 წლის შემდეგ. მაგრამ ეს ინფორმაცია დარჩა ძალიან საინტერესო რაღაც, ანუ ეს იყო პირველი სეტი ფუნდამენტური ექსპერიმენტი, მაგრამ მოხდებით 25000 წელი მივიდა. კაი, თქვათ, ჯერ არ მისულა ჯერ ეგერთი. სულ რაღაც 25000 წელი მოდის. იმდენი თქვათ, ვიღაცამ გაშიფრა ის სიგნალი, გვიპოვნეს, გაუხარდათ და გამოგვიგზავნეს. უიმე რა კარგია, ჩვენც აქ ვართ, ჩვენ ამას გავიგებთ 40000 წლის 25000 წლის შემდეგ, ხო? არა, 40000 წლის შემდეგ, იმიტომ რომ ჯერ რომ მივიდეს, მერე მოვიდეს. ხო და ახლა რომ წარმოვიდგინოთ რომ 40000 წლის წინ ჩვენ ვიყავით homo sapiens, პირველ ყოფილი homo sapiensები, ანუ აი ამ ხელა გეპია ჩვენსა და ამიტომ დაიბადა ახალი დარგი სეტის შიგნით. არა live რეჟიმში, ანუ ძიება რაღაც რადიო სიგნალის. არა, ეგეც საჭიროა, ოღონდ ჩაციკლა არ არის კაი. არამედ ტექნოსი ხელწერის ძიება, ანუ თუ რამე დატოვეს, ანუ ტექნოლოგიური არქეოლოგია, ანუ თუ რამე დატოვეს იმ ცივილიზაციამ, თქვათ, ბოლოს თქვათ, რა ვიცი, განადგურდნენ, ან წავიდნენ სხვაგან, ანუ ეს ძალიან ბუნებრივი პროცესი იქნება, ჩვენც საერთოდ მოგვიწევს მიგრაცია. დედამიწა ოდესღაც აუცილებლად თან მზეს უწერია. ნუ ესე გამოწი 5 მილიარდი წელი, მეტი არა. ამიტომ მოგვიწევს მიგრაცია, თუ იქამდე ერთმანეთი არ შევჭამეთ, აქედან მოგვიწევს წასვლა მზის სისტემიდან. სხვა სისტემაში სავარაუდოდ. იქამდე ალბათ დრო დიდია და ნუ იმედი განვითარდებით. ასევე ყველას მოუწევს იმათაც. ხო და ამიტომ ნუ რა ვიცი, წავიდნენ, არ წავიდნენ, მაგრამ თუნდაც დაიხოცა ის ცივილიზაცია, მაგრამ ტექნოხელწერას ხო დატოვებს. იქ ხო დარჩება ის ხომალდები, ანუ რაღაც სახით, ხო? აი ამის ძიება მთავარი. და ამიტომ ეს ძალიან ესეთი საინტერესო იდეაა, რომელიც ფრიმან დაისომა ძალიან ცნობილმა ფიზიკოსმა, გარდაიცვალა რამდენი წლის წინ. შემოიტანა ეგეთი იდეა, რომ თუ არსებობს ზეგანვითარებული ცივილიზაცია, მან და თუ უნდა რომ მთელი ვარსკვლავის ენერგია მოიხმაროს, მან უნდა ვარსკვლავი ჩასვას გარსში. და რატოა ეს კარგი იდეა? კაი, ჩასვა გარსში, კაი, იყენებს თავისთვის ამ ენერგიას. მე რა, ჩვენ რა. ის რომ ის გარსში გათბება და თბილი გათბობა ნიშნავს, რომ ის გარსი იწყებს გამოსხივებას ინფრაწითელ დიაპაზონში. ინფრაწითელი ასტრონომია არსებობს. ჩვენ დავინახავთ ანუ. ჩვენ გვაქვს უკვე მოძიებული 19 კანდიდატი დაისონის სფეროს. უბრალოდ საჭიროებს კიდევ კვლევას, რომ დავასაბუთოთ არის თუ არა. კანდიდატები ნაპოვნია. და თუ რო დავასაბუთებთ, მე რას ვიზავთ? ნუ მე გამოჩნდება, მე ალბათ რა ვიცი, გააჩნია რა მანძილებზია 25000 წელი თუ არის, ვერაფერსაც ვერ ვიზავთ, მაგრამ მინიმუმ გვეცოდინება რომ არის თუ არ არის. აი თუ არის, ისე აღმოჩინეთ, ვიპოვეთ ის ცივილიზაცია. არსებობს. ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა სხვა შორის. თუ ჩვენ აღმოვაჩინეთ სადმე სიცოცხლე, გონიერიც რომ არ იყოს, ამის ვამბობ ხოლმე ყოველთვის. თუნდაც აი რას მიკროორგანიზმული სიცოცხლე, ხო? ეს იმხელა გადატრიალება იქნება ჩვენს ცნობიერებაში. გაცილები დიდი ვიდრე ამერიკის აღმოჩენა. ამერიკის აღმოჩენა მეცნიერების განვითარებას მისცა უდიდესი სტიმული. დარვინის თეორია ეგ არის. ამერიკის აღმოჩენის წყალობით ხდება. დარვინმა მოიარა დედამიწა, ყველა მხარეს იყო აქეთაც, იქითაც, ხო? და ის ცნობილი, ნუ აი ეს თავისი ევოლუციის თეორია დაწერა ასე.
და ეს ერთ-ერთი კომპონენტი თქვი ახლა დარვინის თეორია, აი ამერიკის აღმოჩენამ რა გამოიწვია. და ჩვენ რომ ვიპოვნოთ კიდევ სადმე დედამიწის გარდა სიცოცხლე. თუნდაც ელემენტარული ესეთი მიკრობული დონის. იქნება უდიდესი სტიმული უამრავი დარგისთვის. აი თუ შეგიძლიათ ეგ ჩავშალოთ, მაგალითად აი რისთვის იქნება სტიმული და რა გადატრიალებას მოახდენს ჩვენ ცნობიერებაში რომ არსებობს კიდევ. აი ოღონდ ახლა ისევ ბავშვურად ვიკითხავ ამას. სწორედ ბავშვური კითხვების დონეზე არის ძალიან კაი კითხვა. იცით რა, აი ჩემთვის შინაგანად ხო? მე რატომღაც შინაგანად ესე მგონია რომ შანსი არ არის რომ ჩვენ გარდა სხვა სიცოცხლე არ არსებობდეს. იმიტომ რომ ნუ ძალიან დიდია ეს სამყარო და ეს კოსმოსი რომ არ არსებობდეს რა გავჩდით ესეთები რომ მარტო ჩვენ ვართ ხო ეს და ესე გამიხარდება და ვიტყვი რომ აი არის. იმიტომ რომ თან ხო ხა ამ საუბრიდან გამომდინარე ვიცი რომ 25,000 კი არა იმის იქით შეიძლება მიდიოდეს რაღაცა და მოდიოდეს რაღაცა ხო? აი რა მე მინდა მეცნიერების განვითარებაზე მივიდეთ მიხვდით აი რას გამოიწვევს რა იქნება ჩვენში ისე. ანუ სათქმელა ძნელია კონკრეტულად რას, მაგრამ რომ გამოიწვევს ანუ ინტელექტუალურ აფეთქებას ეს ფაქტია, იმიტომ რომ ელემენტარულად თუ შენ ნახე რომ არსებობს უშველებელი მეგასტრუქტურა აგებული ცივილიზაციის მიერ. ესე იგი შენ შეგიძლია აგო. ანუ უკვე ეს ანუ ფსიქოლოგიური ბარიერიც აღარ გაქვს. ერთი ერთი ნაწარმოები პატარა მოთხრობაა. კაცს დაიქირავებენ ეს მეცნიერს. ეუბნებიან რომ აი დაჩვენებენ ვიდეოს. ეუბნებიან რომ ამ ვიდეოში ჩანს რომ ადამიანი ზის რაღაც სკამზე და ბოლოს ეს სკამიანად ადის ზემოთ. და ბოლოს ვარდება ქვემოთ და ეუბნებიან რომ ეს ადამიანი გარდაიცვალაო. აწყო ანტიგრავიტაციის დანადგარიო, მაგრამ გარდაიცვალაო და ვერაფერი ვერ ვნახეთო და იქნება შენ შეძლო მის მერე შენახარო ყველაზე მაგარია. და რაღაც დრო განდის და ეს ადამიანი მოუტანს ამ ანტიგრავიტონს. და მე ეუბნებია რომ ის ყველაფერი ფეიკი იყო, ჩვენ არ გითხარითო რომ სტიმული მოგეცითო რომ ამის შანსი იყო. ხო და აი ანუ რაღაც დაახლოებით აი ესეთი, ანუ ნამდვილად გარღვევა იქნება. ნამდვილად ჩვენ რო გვეცოდინება რომ ნამდვილად არსებობს ის რაღაც ცივილიზაცია, ხო? რომელსაც შეუძლია გაცილებით შორს წასვლა ვიდრე ჩვენ ვართ. ნუ ესე იგი გვეძლევა ამის, ანუ ფსიქოლოგიური გარდატეხა. ეს ერთი ნიუანსი, მაგრამ სხვა შორის მოხდება გარღვევა, ანუ ყველაფერში, ფილოსოფიაში, ანუ გადააზრება სამყაროში, რომ მარტო ჩვენ არ ვართ. რელიგიაში უპირველეს ყოვლისა, სხვა შორის იწერება სამეცნიერო სტატიები, ანუ თეოლოგიურ ჟურნალებში. ჩვენ რომ ისინი ვიპოვნოთ, როგორ მოხდება გადააზრება ამის. იწერება კი, ანუ ეს ჩვენთან არის ცოტა სხვანაირად რელიგია, გაიგება სხვანაირად არის აქმული, თორემ დასავლურ ცივილიზაციურ კულტურაში ეს ძალიან ბუნებრივი რაღაცაა და ამას განიხილავენ როგორც სამეცნიერო, იქაც ფანტასტიკის ნაწილია, მაგრამ სამეცნიერო. ანუ იქაც სამეცნიერო სფეროს ეხება. ფანტასტიკა არის იქამდე, სანამ არ არის აღმოჩენილი. მეცნიერების ყველა კომპონენტი ოდესღაც აღმოჩენილი არ იყო და ყველაფერი ფანტასტიკა იყო. ეს არ არის ცალსახად საძრახისი, ამას ვამბობ. ძალიან კაი, საერთოდ მე რომ კაცმა მკითხოს, ერთი ჩემი კოლეგა, ესეთი ხნიერი კოლეგა ამბობს ხოლმე რომ ის ამბობს ხოლმე ნაწარმოებების კონტექსტში, რომ თუ ქვეყანას არ აქვს სამეცნიერო ფანტასტიკა, ამ ქვეყანას არ აქვს მომავალი. და ალბათ სწორია. და კიდე კაი ჩვენ ყავს წარსულში სკოლია ფანტასტიკის თქვათ სფეროში მოღვაწე მწერლები, მინიმუმ ერთი მწერალი და ეხლაც არსებობს ხალხი, ვინც რაღაცას წერს საკმაოდ საინტერესოდ. ხო და ამას ვამბობ, რომ ეს სტიმულია. ამიტომ ჩვენ თუ ვიპოვნეთ, მე დარწმუნებული ვარ, ეს დიდი აფეთქება იქნება, ანუ დიდი აფეთქება იქნება ინტელექტუალური. ყველა სფეროში, სოციოლოგიაში, ფილოსოფიაში, რა თქმა უნდა, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში პირველი სკოლისა. ამაში პირველი, მაგრამ იქაც და რელიგიაშიც ასევე. კი, სიგიჟე იქნება სრული. შეიძლება იმდენად, რომ ადამიანმა არ მჯერა დაიწყონ, იმდენად ის არის. ანუ ეს ბუნებრივია, ანუ დღემდე თქვა ვიღაცებს არ ჯერათ, რომ დედამიწა არის მრგვალი. მაგრამ ის მრგვალია. ხო და მეცნიერებას ეგეთი ხალხი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მეცნიერებას აქვს ერთი უტყუარი აპარატი. ეს არის ობიექტური აღქმა სამყაროსი, ობიექტურად შესწავლა სამყაროსი. და ამას ეს არ არის ჰაერიდან მოსული. სხვა შორის მე აი ადრე როცა ჟურნალისტები მეძახდნენ ხოლმე რომ რაღაც ინტერვიუებზე იმაზე რაღაცნაირად საქმეში ისე ვიყავი ხოლმე ჩაბმული რაღაც დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი ხოლმე, ხშირად უარს ვეუბნებოდი ხოლმე, ძალიან ხშირად. პანდემიამ განაპირობა ჩემი ცოტა ესეთი აგრესიული გამოსვლა, კი, იმიტომ რომ პანდემიის დროს დავინახე
რა საშინელი რა კატასტროფაში ცხოვრობს სოფლიო. მარტო ჩვენთან არა. ანუ ტექნოლოგიური ჰაბი არის ევროპის ერთ-ერთი მიუნხენში იყო უშველებელი მიტინგები ანტივაქსერების. თან ისეთი არგუმენტებით, რომ აი წარმოუდგენელი იყო ჩემთვის იმის ყურება, ანუ მივხვდი რომ რაღაცა შარში ვართ და ჩვენ კიდევ უფრო შარში ვართ საქართველოში. კი. კი ბატონო, მე მაინც უნდა ვიკითხო, ვითომ ბოლოსკენ მივდიოდით, მაგრამ კარდაშევის სკალაზე მინდა რომ მოგვიყვეთ. ძალიან საინტერესო მეთოდი არის. მეთოდი არა, ეს არის კარდაშევი იყო ძალიან ცნობილი ასტრონომი. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ასტრონომი იყო, საბჭოთა ასტრონომი იყო. გარდაიცვალა, რამდენიმე წლის წინ. ესე იგი 60-იან წლებში, როცა შეიქმნა, დაიწყო ეს დარგი, ანუ დარგი სეტი შეიქმნა, უკავშირებენ ორ ადამიანს ძირითადში. აი პირველ ნაბიჯებს უკავშირებენ ორ ადამიანს, ეს იყო შკლოვსკი, საბჭოთა ასტროფიზიკოსი და ამერიკელი კარლ საიგანი. მან დაწერეს ერთობლივი წიგნი არამიწიერი გონიერი სიცოცხლის სამყაროში, ესე ქვია. ინგლისურად არის ეს წიგნი. და აქედან დაიწყო ეს დარგი. ოღონდ ეს წიგნი არის პოპულარული ენაზე, მაგრამ წიგნი არის ძალიან მეცნიერული. ანუ იმ წიგნში მოცემულია ასტრობიოლოგიის, როგორც სულად ახალი დარგის, ანუ ტერმინი იქ არა ანახსენე, მაგრამ ახალი დარგი არის წარმოდგენილი, რომ აი ეს დარგი უნდა განვითარდეს. კოსმოსში ალტერნატიული ბიოლოგია, როგორი შეიძლება იყოს და ამავდროულად. ამას საუბრობენ ისინი. ყველაფერზე, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, არაპირდაპირ მაინც საუბრობენ იქაც. და აი, როცა ეს მეცნიერება იქმნება, აი მათ მეშვეობით, აი მათ პირველი ბიძგი მისცეს, კარდაშევი აყალიბებს ეგეთ იმას, კლასიფიკაციას. თუ ისინი არსებობენ, რა კატეგორიის შეიძლება იყვნენ? აქ მეცნიერული აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანი რატო არის? ჩვენ ხო არ ვიცით როგორები არიან ვიზუალურად, აი თქვენს მითხარით ხა, როგორები იქნებიან. საერთოდ კარლ საიგანი თვლიდა რომ საერთოდ არ არის გამორიცხული იყოს ის ცივილიზაცია იყოს, ანუ ის ცოცხალი არსება იყოს, თქვა თუნდაც პლაზმისგან შემდგარი. ეხლა შეიძლება ვიდეოთ პლაზმა იცეცხლი რომ შედგება აი ეგეთი იყოს, ანუ ხელს ვერ ჩამოვართვი, დაიწვევი მინიმუმ. ანუ ძალიან ეგზოტიკური შეიძლება იყოს ამას ამბობდა კარლ საიგანი. და ამიტომ ჩვენ არ ვიცით ისინი როგორები არიან. მაგრამ მეცნიერება არის რატომ არის მნიშვნელოვანი ძალიან. ეს კი არ ვიცით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საერთო სურათში ჩამოვაყალიბოთ, ანუ აღწეროთ ისინი როგორც რაღაც კატეგორიებად, იმიტომ რომ მინიმუმ ისინი ცხოვრობენ იგივე სამყაროში, რაც ჩვენ. თუ იმათ შესწავლილი აქვს სამყარო, მათაც იციან ეს სამყარო როგორია. თქვათ იციან რომ ყველაზე კარგი კომუნიკაციის საშუალება რადიოა. ამიტომ არის მოსალოდნელი რომ ისინი რადიოთი სავარაუდოდ ყველაზე კარგი. მე კი ვახსენე რენტგენი, მაგრამ ოპტიმალური მაინც რადიოა. იმიტომ რომ წყალბადი ყველაზე მეტია და ასე შემდეგ. ოღონდ თუ გინდა რომ მესიჯი გააგებინო მათ. თუ არ გინდა, ეს ვასაკითხი. ხო. და ამიტომ, ესე იგი, ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე, რა შეიძლება უნდოდეს, ანუ ენერგიის თვალსაზრისით ამ ცივილიზაციას ესე იგი, რა სურვილი შეიძლება გაუჩნდეს ენერგეტიკის კონტექსტში. ჩვენ როცა ვიყავით პირველყოფილები გამოქვაბულში, რა ენერგიას ვხარჯავდით, ანუ ვიყენებდით, უტილიზება. რაღაცა კოცონს მაქსიმუმ თუ დავანთებდით, ხო? ეგეც გვიან შეძლო პირველყოფილმა ადამიანმა რაღაც ეტაპიდან ცეცხლის მოთვინიერება. კი ბატონო. და რაც უფრო იზრდება ჩვენი ინტელექტი, ანუ გონიერება, ანუ რაც უფრო ცივილიზაციურ კონტექსტში შევდივართ, ისტორიულად, ხო? მით უფრო მეტ ენერგიას ვიყენებთ. ხარჯავთ. ამიტომ ბუნებრივი კითხვა რომ ესე იგი თუ ცივილიზაცია ძალიან განვითარებულია, უფრო მეტი ენერგია უნდა მოიხმაროს. ბუნებრივ რესურსები შეგვიძლია დავარქვათ ენერგიას? ენერგია არის თქვათ მზიდან მოსული ენერგია თუნდაც. ეხლა მზეზე ვილაპარაკებ. ანუ რა ენერგია შეიძლება მოიხმაროს იმ ცივილიზაცია? ანუ რა სამი კატეგორია შეიძლება არსებობდეს. პირველი ესე ვქვია, პირველი ტიპის ცივილიზაცია. პირველი ტიპის type 1 ესე ქვია, and level 1 civilization. ეს არის ის, რაც ანუ კარდაშევი ამბობს. ის რომელიც იყენებს იმ ენერგიას, რაც თავისი ვარსკვლავიდან პლანეტაზე ეცემა. აი წარმოგიდგენთ, ეს არის პლანეტა. აქ არის ვარსკვლავი. და ვარსკვლავი ასხებს ყველა მხარეს. მაგრამ პლანეტის მხარეს რაღაც მცირე ნაწილი მოდის, აი იმ კონუსში რო ჯდება ის. ხო? ჩვენ ამას ვქვია პირველი დონის. ჩვენ თქვენ წამოდეთ პირველი დონის არა. 0 და რაღაც ვარ. ჩვენ ვართ 0.75 დაახლოებით. ეხლა დაამრგვალო ერთი გამოდის, მაგრამ ეგ ცოტა ლოგარითმული სკალაა, ეგრე მარტივი არ არის. ჩვენ რომ პირველი დონი გავხდეთ, გვჭირდება თუ შევინარჩუნეთ
ტექნოლოგიური ზრდის 1%-იანი ტემპი, რაც ეხლა გვაქვს. ეხლა ცოტა მეტი გვაქვს, 2 გვაქვს სინამდვილეში, მაგრამ ერთი დავარქვათ პესიმისტურად შედარებით. მაშინ მოგვიწევს 1000 წელი. 1000 წლის მერე გავხდებით ის, ვინც გამოიყენებს იმ ენერგიას, რაც ეცემა პლანეტაზე. მეორე დონე არის ის, ვინც იყენებს მთელ ვარსკვლავის ენერგიას. აი მე რო ვახსენე ფრიმენ დაისონის იდეა, რომ ვარსკვლავის ენერგია როგორ უნდა გამოიყენოს, ანუ ფიზიკის კანონი მაგიტომაა კაი. ფიზიკა მაგიტომაა კაი, რომ ფიზიკა თვითონ ეტყვის ამ ცივილიზაციას, რომ ერთ-ერთი გზა გამოიყენოს მთელი ვარსკვლავის ენერგია არის მოათავსოს გარსში ვარსკვლავი. ანუ ეს თან ფიზიკა გეუბნება. ასე ფიზიკა გეუბნება, რომ როგორ გამოიყენებს, რას უზავს იმ ენერგიას, ელექტრობაში გადაიტანს, ან სხვა რამე ალტერნატიული ფორმა ექნება, რაც არ უნდა კონდეს, ის სფერო უნდა გათბეს. ეგეც თერმოდინამიკის მეორე კანონია. ამიტომ თუ გათბეს, ის უნდა ცაზე უნდა დავინახო. ცაზე უნდა დავინახო უშველებელი დაახლოებით 100 მილიონი კილომეტრის ზომის სფერო, რომელიც უნდა ჩანდეს ინფრაციტელ დიაპაზონში. ინფრაციტელი ასტრონომია არსებობს და ამიტომ მას იკვლევენ. და მესამე დონის ცივილიზაცია, ანუ მესამე კატეგორია, უფრო მაღალი, რომელიც გამოიყენებს მთელ galaktikis ენერგიას, ანუ ყველა ვარსკვლავის ენერგიას, ანუ ყველა ვარსკვლავს ჩასვავს დაისონის გარსში. გამოკვლეული არის, შესწავლილი არის ჩვენ galaktikების რაოდენობა, როგორც თქვი 2 ტრილიონია. შესწავლილი არის დაახლოებით რამდენიმე 100,000 galaktika ჯერჯერობით, რაც ზღვაში წვეთიც არ არის, უფრო პატარაა. იმათში ჯერჯერობით არც ერთი არ აღმოჩნდა კანდიდატი მესამე ტიპის. ანუ ეს არის ის ცივილიზაცია, ვინც მთელი galaktika აითვისა. მაგრამ ნუ აქვს ყველაფერი წინაა, კიდევ დრო, ანუ 100,000 არ ნიშნავს 2 ტრილიონს, ანუ ჩვენ ძალიან დიდი ხანი. ანუ ეს არის კარდაშევის შკალა, აი ამ კონტექსტში, ანუ ენერგეტიკულად როგორ შევაფასოთ ცივილიზაციები. ძალიან საინტერესო ხარ გისმენდით, მე წარმოსახვის უნარი მაქვს ძალიან კარგი და ასე ფილმი გადიოდა, როგორ შეიძლება რომ იყოს. მეცნიერება არის ფილმი. ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესოა. უბრალოდ მეცნიერებს თავისი კადრები აქვს. ეს დარგი, ერთი კადრი, მეორე დარგი და ანუ სეტი საერთოდ ყველაზე საინტერესო დარგია ჩემი აზრით. კი, იმიტომ რომ მოიცავს ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, რა ვიცი, ინფორმატიკას, ყველაფერს. ძალიან საინტერესო. ბოლოს აქ საინტერესო იცით რა არის? ხო, აი ამას რო ვკითხე, galaktikuri ცივილიზაციებს რო ვკითხე, ან აიცდა მომწერა რომ ენერგიათ ისინი იყენებენ შავი ხვრელების ენერგიას, აკონტროლებენ სუპერნოვას აფეთქებას და მოგზაურობენ სინათლის სიჩქარის სისწრაფით. არა, მაქსიმუმ ძალიან ახლოს. რა სინათლის არა, ნუ კი ბატონო, შეიძლება ვთქვათ რომ ძალიან მიახლოებლად კი, თუმცა მე მგონია რომ თუ ეგ მესამე დონის არსებობს ცივილიზაცია, მე მგონია რომ ის არ იქნება ბიოლოგიური, ის იქნება გაცილე ძალიან პოსტბიოლოგიური, რობოტული სავარაუდოდ. ანუ იქნება სავარაუდოდ იქნება ზონდები, ანუ მატრიცა. ის იქნება ზუსტად რაც იმ ფილმში და რაც არ არის ამაში არაფერი უცნაური, იმიტომ რომ გინდა არ გინდა, ანუ მოდის შევხედოთ. ჯერ ერთი ეხლა უკვე დაიწყო ის აი მატრიცაში რაც არის, ის უკვე დაიწყო იმის გარკვეული პირველ ნაბიჯებს ვხედავთ. აი ნეიროლინკი სწორედ ეგ არის, გარკვეული ჩიპების ჩადგმა მასკირას აკეთებს. გარკვეულ უბნებში რომ რაღაც უბანი აკონტროლოს, ნუ სამედიცინო კონტექსტში ან სხვაში. დარწმუნებული ვარ თუ ეს ჩვენი რომელიც ერთიც არა ვართ დონით ცივილიზაცია, მეორე რას იზამს და მესამე კიდევ უფრო რას იზამს, ხო? ანუ სავარაუდოდ ხო, თანაც აქ ერთი რამეა საინტერესო ძალიან, რომ ჩვენ როცა ვეძებთ, ან ვცდილობთ მოვძებნოთ სხვა ცივილიზაცია, მე ვარ დარწმუნებული, რომ ყველაზე მაღალი შანსი გვაქვს მოვძებნოთ ჩვენზე უფრო გაცილებით წინ წასული, რატომ? იმიტომ რომ საშუალოდ ჩვენი აი ამ თაობის ვარსკვლავებში, ვისაც მზე მიეკუთვნება, ვარსკვლავების საშუალო წლოვანება ამ თაობაში მზეზე გაცილებით დიდია, ანუ მინიმუმ უსწრებს რამდენიმე 100,000 წლით, შეიძლება მილიონითაც. რაც იმას ნიშნავს, რომ ამავე თაობაში მე რო თქვი, რომ ჩვენ მეორე თაობაში გაჩნდა მეთქი სიცოცხლე. ამავე თაობაში თუ მაშინ ჩაისახა, რომელიც უფრო ძველია ის ვარსკვლავი, მაშინ სიცოცხლე ჩვენზე წინ წასული იქნება რამდენიმე 100,000 წლით. ამიტომ ყველაზე მეტი ალბათობა უფრო ალბათურია მოვძებნოთ, ვეძებოთ
მეორე დონის ცივილიზაცია ვიდრე პირველის და ვიდრე მithomეთ ჩვენი რომელიც პირველიც არ არის ნორმალური რაღაცა ხო ამიტომ ესე იგი ანუ მეცნიერულად ესე ლაგდება მათემატიკურად რიცხვების დონეზე ლაგდება რომ მეტი ალბათობა სწორედ ის არის და ჩვენნაირი თუ არის იქ სადმე მასაც გაუჭირდება მოგვაწდინოს ხმა ანუ იმდენად ძლავრი ტელესკოპის შექმნას და ჩვენს გაგვიჭირდება იმათი დაჭერა ასე რომ ჩვენ ერთმანეთს ყველა ვარიანტში ავწდებით დიდად სავარაუდოდ თქვენი ასეთ არსებობს რაიმე შანსი რომ მეცნიერულად დავამტკიცოთ რომ არ არსებობს მაგრამ სიცოცხლე არა ყველაფერი შეიძლება ოღონდ უნდა დავასაბუთოთ თეორიულად არა ეს ექსპერიმენტული დარგია ჩვენ უნდა ექსპერიმენტულად დავასაბუთოთ რომ ისინი არ არსებობენ ან არსებობენ ყველა ვარიანტში ექსპერიმენტული დასაბუთება და ანუ აი ეგ შეიძლება რომ ეგ ექსპერიმენტული დასაბუთოთ რომ არავინ არ არსებობს და ერთადერთი ვართ აი ამ უშველებელ კოსმოსში არაფერი გამორიცხული არ არის თუმცა მე მგონია ეგ ძალიან დაბალ ალბათური ძალიან დაბალ ალბათური თუმცა მაინც ვიტოვებ ამ კითხვის ანუ მაინც ვტოვებ ამ თავისუფალ სივრცეს იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით აბიოგენეზი როგორ დაიწყო ან როგორ გადავიდა არაცოცხალი ბუნება ცოცხალში აი ის ყველაზე საინტერესო მომენტი იმის შესახებ არაფერი ბიოლოგიური ინფორმაცია არსებობს თეორიები ბიოლოგიაში როგორ მოხდა ეგ პროცესი მაგრამ ნუ არ არის კონსენსუსი არ არის და ღია საკითხია ერთ-ერთი ყველაზე ღია დიდი პრობლემაა კი ბატონო და სულ კითხვას დაგისვათ თქვენი აზრით ცოტა აღონ თემას ცოტა ვცდებით გადავიდეთ თქვენი აზრით თუ არსებობს რეალობა ოკეი ეს დაახლოებით ხდები რას გულისხმობ ანუ აი რას გულისხმობ იცით სინათლე რომ მოვიდა ამდენი წლის მერე და ჩვენ ამდენი მერე დავინახეთ რაღაცა ხმა გავიგეთ ანუ აი ესე რომ ავიღოთ ხო რეალობა არის ჩვენთან დაგვიანებით მოსული მაგრამ ნუ ადამიანური რეალობაა ხო აი როგორ უყურებთ მაგრამ ეგეც რეალობაა ახლა მე რომ დავუშვათ თქვენ ბურთი გამოვაგორო ის ხო უსფათ არ მოდის ის ხო მოვიდა რაღაც არ იყო ეს ბურთი რეალური ხო რაღაც დროის მერე მოვიდა მზეს როცა უყურებთ მზიდან მზეს ვხედავთ ჩვენ 8 წუთიანი დაგვიანებით მაგრამ მზე რეალურია ხო ანუ რაც მოდის დაგვიანება არის მაგრამ რა თქმა უნდა რეალურია მაინც ანუ ეს დაგვიანებაც ხო იმ ჩემს თეორიის ფარგლებში ძალიან კარგად ჯდება ანუ ისე ხო არ არის რომ ვერ ხსნი მას უფრო საინტერესო კითხვა იქნებოდა იქნებ საერთოდ ყველაფერი ილუზიაა და ჩემი წარმოსახვის ის არის რა ქვია ჩემი არა ფილოსოფიაში რომ არის ეს სუბიექტური იდეალიზმის ხო რეალიზმის თუ იდეალიზმის თეორია ხო არ მგონია ეგრე იყოს იმიტომ რომ არ მგონია იმიტომ რომ ფიზიკოსი ვარ ფიზიკოსი რო არ იყოთ ხო მე არ ვიცი რა ვიქნა მე ხა ფიზიკოსი ვარ რომ არ ვიყო არ ვიცი როგორ ვიფიქრებდი ანუ ეხლა თქვენი გონება ისე არის მოწყობილი რომ ვერც უშევთ რო არ იყოთ ფიზიკოსი როგორ შეიძლება გეფიქრათ გეტყვით ეგ ფილოსოფიური საკითხია სხვა შორის ზოგადად ფილოსოფიური საკითხია ფიზიკოს ან მეცნიერს მეცნიერის მიდგომა ანუ ბოლომდე ობიექტურია თუ რაღაცის რწმენას ემყარება რა თქმა უნდა ემყარება იმის რწმენას რომ სამყარო არის შეცნობადი ოღონდ მართლა რწმენაა ეს ხან ამას ჰიუმი ეძახდა ბრმარწმენას ფილოსოფოსი ცნობილი ის ამბობდა რომ ანუ ბოლომდე რწმენის უგულებელყოფა შეუძლებელია სამყარო ის რომ სამყარო შეცნობადია მე ვიცი ყოველდღიური ექსპერიმენტებით აი დღეს ჩავატარე ექსპერიმენტი ვხედავ რომ შემეცნება შემიძლია ანუ შეცნობადი და შემეცნებადი ნიშნავს რომ ეს რაღაც კანონზომიერებებს ვიჭერ მაგრამ ხო შეიძლება დასვა ეგეთი კითხვა კი მაგრამ რატო უნდა არსებობდეს კანონზომიერება საერთოდ ფილოსოფიური კითხვა ამას ფიზიკა ვერ გასცემს ამ კითხვას ანუ პრინციპულად ფიზიკის გარეთ გადის ეს კითხვა ასე რომ ჩვენ მეცნიერები, გინდა ფიზიკა, გინდა ქიმია, გინდა ბიოლოგია, ეს ფუნდამენტური მეცნიერები, ვეფუძნებით პარადიგმას, რომ სამყარო არის შეცნობადი. ეს არის ჩვენი აქსიომა. რატომ არის შეცნობადი? ეს არის კითხვა ფილოსოფიი. მაგრამ თქვენ არ ხართ ფილოსოფები, მაგრამ მაინც კითხავთ თქვენი ასეთ რატომ არის შეცნობადი? კაი კითხვა, არ ვიცი. ძალიან რთული საკითხია. არა, ურთულესი, არ ვიცი. არის არ ვიცი. ანუ თქვენი არ არსებობს არაფერი რაც კანონით აი რაღაცა არ დადასტურდება? ანუ არსებობს რამე რაც შეიძლება არ დადასტურდეს, ანუ ვერ შეიცნო? ანუ ვერ შეიცნო. დადასტურდეს დავივიწყოთ ვერ შეიცნო. კითხვას მივხვდი კი, ანუ ისე ფუნდამენტური კითხვა, ეს ფუნდამენტური კითხვა ძალიან მართლა.
ესე ფსიქოლოგიური თვალით გეტყვით. კი ბატონო. ასე რომ ფიქრობდეს მეცნიერი, რომ ესე იგი იქნებ რამე იყოს, რომელიც შეცნობა შეუძლებელია, უბრალოდ აღარ დაიწყებს მეცნიერებაზე ფიქრს. ამიტომ მე მირჩევნია, რომ ის კითხვა, რომელიც ფიზიკის კომპეტენცია არ არის, თან ვერ გავცემ ვერასდროს. მაგ კითხვის პასუხს მე როგორც ფიზიკოსი ვერ გავცემ, იმიტომ რომ ვერ დავდგამ ისეთ ექსპერიმენტს, რომელიც მაგაზე პასუხს მომცემს. ეს მე ამის მინდა, რომ ფილოსოფია უსარგებლო საგანია. პირიქით, ფილოსოფია ის საგანია, სადაც ფიზიკის ზღვარი თავდება და ის იწყება. ამიტომ იქ უნდა მან გასცეს პასუხი. თუ გნებავთ რელიგიამაც, ანუ ესენი ერთად არიან ახლა. თეოლოგია, ფილოსოფია მე ერთად მოვიაზრებ მათ. ამიტომ ეს არის ჩემთვის აქ ზღვარი. რატომ არსებობს? მე მაინც მგონია, რომ რაღაც ჭკვიანურად მოწყობილია ეს სამყარო. ჭკვიანურში გულისხმობ რომ კანონები არსებობს. ანუ ის რომ სხვა შორის ნიუტონიდან იწყება ესეთი ხედვა სამყაროსი, ესეთი ფართო ხედვა, რომ ის ამბობდა, რომ აი მსოფლიო მიზიდულობის კანონი. ის ამბობდა, ეს არის უნივერსალური კანონი. და მისი ლოგიკა ასეთი იყო, ამას როცა ვუხსნი ხოლმე სტუდენტებს, ამას ყოველთვის ვეუბნები ხოლმე მის ლოგიკას. ის ამჯელობდა ასე, რომ ღმერთი ერთია. და კანონების ღმერთისგან არის. და ამიტომ არის ეს კანონების ფუნდამენტური და ერთი, იმიტომ რომ ის ერთმა ღმერთმა შექმნა. შეიძლება ამ ლოგიკაზე ვიდაოთ, მაგრამ ის რომ ეს კანონი ფუნდამენტურია, დღეს უკვე ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ როცა ტელესკოპში ვიყურებით, აი ძალიან შორს ვიყურებით, ესე იგი წარსულშიც ვიყურებით. ჩვენ ვხედავთ შორსაც რომ ეს კანონი მოქმედებს და წარსულშიც მოქმედებდა. ამიტომ მართლაც უნივერსალური კანონია. ხო, ამიტომ არსებობს კანონები, კანონთა ერთობლიობა, რომელიც უნივერსალურები არიან. და ანუ ხო შეიძლება რომ სამყარო ყოფილიყო ისეთი, რომ მისი შეცნობა შეუძლებელი ყოფილიყო. არ ვიცი, რამდენად მართალი ვიქნები ამ დასკვნაში, მაგრამ სამყარო რომ ეგეთი ყოფილიყო, ჩვენც ვერ წარმოვიქმნებოდით სავარაუდოდ. ალბათ კი. ხო, იმიტომ რომ ის შემეცნებად შეუძლებელია, იქ კანონები დალაგებული არ არის. თუ კანონები დალაგებული არ არის, მაშინ ჩვენაირი ბიოლოგიური სიცოცხლე შეუძლებელი არსებობდეს. ანუ კანონი არ არსებობს. ფუნდამენტური კანონი თუ არ არსებობს და ყველაფერი სპონტანურია, ანუ დღეს მიზიდულობა არის ხვალ განზიდულობა, მაშინ იქ ვერაფერი ვერ ჩამოყალიბდება. ხო, და ამიტომ რა ვიცი, ეს მართლა ფილოსოფიური კითხვაა. კი, გეთანხმები. გადის. ხო, ზღვას. აქ ხო იცით პოდკასტში მოსმენილი გაქვთ ყოველთვის ბოლოს. ეგრე მომთავრებ ხოლმე რაღაც გავდივართ თემიდან, იმიტომ რომ აი ბევრი პოდკასტი გავაკეთეთ ახლა ჩავწერე, სადაც თავისუფალი ნება და რეალობა არსებობს, არ არსებობს, ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და ხან იქიდან და ხან აქედან და მეცნიერების აზრით საინტერესო არის ყოველთვის რა თქმა უნდა ამ ყველაფერთან ერთად, იმიტომ რომ ჩემი მე მგონი პირველად მოვა, მაგრამ ვიტყვი რომ ჩემი როგორც ამ პოდკასტის შემქმნელის თავარი აზრი არის ის, რომ ერთ თემას შევხედოთ სხვადასხვა კუთხით რა. ერთი მოხდა და ესე გვინდა კი არა. არა, ისიც, რომ მრავალფეროვნება მქონოთ, იმიტომ რომ ეს სამყარო არ მგონია რომ შავი და თეთრია, და მგონია რომ ძალიან ფერადია. ხო, ანუ მეც მაგას ვამბობ, რომ თუ მე არ მიმაჩნია რომ მეცნიერი რომელიც მხოლოდ აი თავის ჩარჩოებში ან მეცნიერულ ჩარჩოებში და იმის იქით უბრალოდ არც იყურება, ის მეცნიერი ვერ იქნება, იმიტომ რომ რაღაც კრიტიკული კითხვები თუ არ დასვის შენს თუნდაც შენი მეცნიერი, თუნდაც ვერ არ აღმოაჩინე რომ მეცნიერებას გარკვეული საზღვარი გააჩნია რაღაც კონტექსტში. ეს სრულებით ანიშნავს იმას, რომ არსებობს რაღაც რისი, ანუ მეცნიერული, ანუ სამყაროში არსებობს რაღაც რისი აღმოჩენა შეუძლებელი. არა, ამას არ ვამბობ. პირიქით, მე მგონია რომ სამყაროს შემეცნება გაგრძელდება უსასრულოდ. ნუ თუ ჩვენ უსასრულოდ ვიარსებთ. ჩვენ ვიარსებთ, ეგნამეთ. ანუ უსასრულო შემეცნება. ამისი ჯერა, ნუ ხო თქვი, ეს არის რწმენა. გარკვეული მეცნიერების ჩვენ გვჯერა. მაგრამ ის რომ საიდან ეს კანონები, რატომ არის ეს კანონები, რატომ არის ეს კანონები ასეთი კი არა, რატომ არსებობს კანონები? საერთოდ მეცნიერების საკითხი არ არის, ის გადის ფუნდამენტური მეცნიერების სფეროდან, კომპეტენციიდან და გადადის ფილოსოფიაში. და ვერ გიშვებთ, კიდე ერთი კითხვა უნდა დაგიშვათ. თქვენ ახსენეთ, რომ დედამიწა თავის სიცოცხლე ციკლს ამოწურავს და ჩვენ სადღაც უნდა გადავიდეთ. როდესაც მზე ამოწურავს თავის სიცოცხლეს. თუ არ გადავშენდით მაგამდე და თუ ერთმანეთს ბოლო არ მოუღეთ, თუ არ შევჭამეთ, რა. კი. ეხლაც ეგეთი კრიტიკული პერიოდი გვაქვს. ზუსტად. სად შეიძლება რომ გადავიდეთ? ხო, ანუ კაი კითხვაა. ნამდვილად არ ვიცი სად, მაგრამ მოდი რაღაც ალტერნატივები დავსახოთ. სად შეიძლებოდა რომ გვეფიქრა, ოპტიმალური იქნებოდა არა, მაგრამ მეორე საკითხი გვეფიქრა. ბინის ყიდვა. რა ელოდება მზეს? მზეს ელოდება ეგეთი რამე.
რომ ის ამოწურავს იმ თავის იმას და დაიწყებს პირველ ეტაპზე შეკუმშოვება დაიწყოს, მაგრამ პირველ ეტაპზე დაიწყებს გაფართოებას, გახდება წითელი გიგანტი. იმდენად გიგანტური გახდება, რომ მოვა ჩვენამდე. ანუ ჩვენ ჩავყლაპავს. ანუ დედამიწას გადაწვავს მთლიანად, ანუ ეს ნიშნავს მაგას. მე დაიწყებს შეკუმშვას. მე წავა კოლაფსი და ჩამოყალიბდება როგორც თეთრი ჯუჯა, რამდენიმე 1000 კილომეტრიანი რადიუსის, დედამიწის ზომის. ხო და ესე იგი, სამაროდ შეიძლება წავიდეთ. ალბათ ნუ არ არის გამორიცხული, მაგრამ ამასაც გამოთვლები ჭირდება, ნახვა უნდა. ჩვენს უახლოეს ლოკაციაში, მზის სისტემაში, ჩვენ გველოდება ძალიან საინტერესო სურპრიზი სავარაუდოდ. ეს არის იუპიტერის ერთ-ერთი თანამგზავრი ევროპა და სატურნის ერთ-ერთი თანამგზავრი ენცელადი. ევროპას და ენცელადის ქვეშ ზემოდან არის ყინული და ქვეშ არის თხევადი წყალი. და წყლის რაოდენობა ევროპაზე არის 3-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენთან. ამიტომ იქ წყალი არის. არ ვიცი ახლა, როდესაც გიგანტი გახდება მზე, რა მოუვა იმ უბანს, მაგრამ ნუ ერთ-ერთი საფიქრალი შეიძლება ეგ იყოს და სატურნი კიდევ უფრო შორს არის, ამიტომ ენცელადი, რომელიც მის გარშემო ტრიალებს, ის შეიძლება მართლა გადარჩეს და იქ წყლის რაოდენობა ასევე ძალიან დიდია, თხევადი წყლის. დღეს არსებობს მოსაზრება, მათ შორის მეც ვთვლი, რომ მინიმუმ ევროპაზე უნდა იყოს სიცოცხლე და უნდა იყოს დედამიწური წარმოშობისთან. რატო ვერ მუშაობს მეცნიერება მაგაზე, რომ მან რამე აღმოვაჩინა ჩავიდეთ რაღაცა? კი, მუშაობს მეცნიერება მაგაზე, NASA აპირებს გააგზავნოს ზონდი. ენცელადის შორს არის, მაგრამ აი იუპიტერამდე აპირებს გააგზავნოს ზონდი 30 წლამდე დაახლოებით, რომელიც უნდა გამოიკვლიოს, გახდეს თანამგზავრი ამ ის ევროპასი. ევროპა არის ერთ-ერთი ესე იგი დიდი სატელიტი იუპიტერის, რომელიც აღმოაჩინა გალილეომ პირველმა გააკეთა ტელესკოპი და აღმოაჩინა რამდენიმე სატელიტი, ერთ-ერთი იყო ევროპა. და ევროპა რამდენიმე კილომეტრიანი ყინულის სისქეა და მის ქვეშ არის ოკეანე, თხევადი. თან ეს ვიცით რომ თხევადია. ხო და მეცნიერები აპირებენ, ანუ NASA აპირებს გააგზავნოს ზონდი, რომელიც გარშემო იტრიალებს და გამოიკვლიოს იქიდან ამოფრქვევა ხდება, ამოფრქვევები. იმ წყლის შემცველობა გამოიკვლიოს. არის თუ არა ორგანიკა. გასაგები. მე ეს რწმენის დონეზე არ მაქვს. დარწმუნებული ვარ მეცნიერული თვალსაზრისით ამაზე მუშაობ. ახლა ბოლო პერიოდში, რომ იქ არის ჩვენი სიცოცხლე, ოღონდ მუტირებული ცოტა. იმიტომ რომ დედამიწა რაც არსებობს, დედამიწაზე რაც სიცოცხლე გაჩნდა 3.5 მილიარდი წელია, დედამიწა ისვრის ყველა მხარეს დედამიწურ მტვერს. და მტვერი ყოველთვის შედგება, მტვერი ახლა რა იყო, ნებისმიერი მტვერის ნაწილი, კი ნახავთ რომ იქ არის ბაქტერია. მინიმუმ 1. ან ბევრი. ისვრის მტვერს და ეს მტვერი შეფასებული მაქვს ხდება იუპიტერის ზონაშიც და მათ შორის ევროპას ზედაპირზეც. და უკვე ევროპას შიგნით მინიმუმ 50 მილიონი წელია რაც ოკეანე თხევადია. ამიტომ მინიმუმ 50 წელი იმტვერება, აი დამტვერვა რო არის ჩვენგან იმტვერება, ანუ ჩვენი სიცოცხლე უნდა იყოს იქ ჩატანილი. მუტირებული ფორმით სავარაუდოდ, იმიტომ რომ იქ შეიძლება წყალი სხვანაირია, ასე შემდეგ, მაგრამ წყალი არის და თხევადია. თხევადი ნიშნავს, რომ ნორმალურ ტემპერატურაზეა. ხო და ესე იგი ჩვენებური სიცოცხლე უნდა იყოს სავარაუდოდ. და იქ თუ გადავედით, მე და თქვენ ვერ მოესწრებით. ჩვენ არა, ჩვენ საბედნიეროდ აქ ვიცხოვრებ. რას კითხოსო, ვიცით? ალბათ ეს ისევ ჩემი ბავშვური კითხვებიდან ერთ-ერთი, ალბათ ამ ფორმით ანუ რაღაც დედამიწაზე როგორც ცხოვრობთ, იქ ვერ ვიცხოვრობთ. არა, ცხადი, იქ რაღაც პირობები შეიძლება. ხო, და ანუ ეს პირობები ხელოვნურად მინიმუმ ბინიდან ბინაში რო გადადიხართ, ხო ხდებით რამხელა დისკომფორტია ხოლმე. წარმოგიდგენთ რამხელა დისკომფორტი იქნება. ხო, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიცით, აი ჩვენ შევქმნით ხელოვნურად მანდ პირობებს, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები და ისე გადავა. ძალიან ძნელია თქვა იქით წარსულში რას ვიზავთ, მომავალში რას ვიზავთ, მაგრამ თავარი კომპონენტი არის წყალი, თხევადი. ანუ ეს ნიშნავს, რომ იქ ტემპერატურაც ნორმალურია და წყალიც არსებობს. იცხოვრება და მე ამას როგორ გააკეთებს ჩვენი ცივილიზაცია მომავალში, თან როგორ მომავალში 5 მილიარდი წლის შემდეგ. ანუ ჩვენ ვიქნებით ისეთები, ვისაც ახლა ჩვენ ვეძებთ. ხო. ეგეთები ვიქნებით ზუსტად, ამიტომ დიდად სავარაუდოდ ჩვენ ძალიან წინწასეულები ვიქნებით და ნუ ეს შეგვეძლება მინიმუმ. იმედი მაქვს.
თუ იქამდე არ შევჭამეთ ერთმანეთი. კი, ეგ ყოველთვის ნორ თქვა, რომ ცოტა აზზე მოვიდეთ. მაგას მომხონი, კი. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო, არ ვიცი, რამდენი ხანი გრძელდებოდა ჩვენი ჩაწერა, მაგრამ მე ჩემთვის ძალიან საინტერესო. თან, ხო ხდებით, მინდა რომ დავუძახო ჩადოსნური, მაგრამ ვიცი რომ ფიზიკაზე ლაპარაკობ და ჩადოსნური არ არის რა. უბრალოდ ხო, აღთვალებული ვარ მოკლედ ყველაფრით. თქვენით. მადლობა. მე ეს პოდკასტი მომწონდა ყოველთვის და მიხარია რომ დამპატიჟეთ. მადლობა. და მაყურებელს ვეტყვით რომ არ დაგავიწყეთ რომ მოიწონოთ ვიდეო და გაუზიარეთ მეგობრებს, ვისაც თვლით რომ ეს თემა დაინტერესებთ. მადლობა.